საღამომშვიდობის მეგობრებო, მადლობა რომ მოხვედით, ესე იგი. ეს აზროვნების აკადემია მოკლედ მე ძალიან მიყვარს და ფაქტიურად ისეთი საქმეებისთვის დავიგულე, რომელიც პირდაპირ ჩემ საქმიანობას პროფესიულს არ ეხება, მაგრამ მაინტერესებს და ჩემთვის მნიშვნელოვანია და მოკლედ იმიტომ რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა მაინც მენეჯმენტს, ლიდერობას ეხება და ეხლა დღევანდელი ეს სერია კიდე ახლოს არის მენეჯმენტთან და ლიდერობასთან, მაგრამ ბევრი რამე, რა ვიცი, აქ ვლაპარაკობთ midlife-ზე, თვითშეფასებაზე, რა ვიცი, ბევრ რამეზე, რაც მაინტერესებს. თვად პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს ჩემ ძირითად საქმიანობასთან და ამიტომ ჩემთვისაც მოკლედ რაღაცა ძვირფასი ეს არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ნაწილი ამ ჩემი ცხოვრების და რაღაც წელიწადში რამდენჯერმე აგერ გამოგვდის ერთობლივი ძალისხმევით ესეთ შეხვედრები და ეს დღევანდელი შეხვედრა მოკლედ არის აი ამ ორგანიზაციული კეთილდღეობის სერიის ნაწილი. და როცა ვილაპარაკეთ მე და თორნიკემ, რომელიც არის აზროვნების აკადემიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მოკლედ როგორც კი ორგანიზაციულ კეთილდღეობაზე, ესე იგი რა თემა შეიძლება თქვენ რომ გააკეთოთო, მოკლედ მე მკითხა და მე მაშინვე ესე იგი ვუთხარი რომ ეს იქნებოდა ადამიანი ორგანიზაციაზე მეტია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დევიზი. მე მაქვს ჭიქა, რომელთაც ესე ვისარგებლობ, რომელსაც აწერია რომ ადამიანი ორგანიზაციაზე მეტია და ყველგან გაკრულია, მოკლედ ყველგან, მოკლედ ჩვენ ძალიან ვცდილობთ არა მარტო ჩვენი ორგანიზაციის კონტექსტში, არამედ ვისაც ვასწავლით, ვისაც ვეხმარებით, რომ მოკლედ ეს ხაზი გავატაროთ, ესე იგი, რომ ადამიანი არის ორგანიზაციაზე მეტი. შეიძლება ძალიან მარტივად მიუდგეთ და ბევრი მტკიცებულება არ დაჭირდებოდა ამას, იმიტომ რომ ვამბობთ რომ ადამიანი არის, ესე იგი, ადამიანი შექმნა ღმერთმა, ან მილიონობით წლით ევოლუციამ და ორგანიზაცია შექმნა, ესე იგი, ოპერატორმა იუსტიციის სახლში. ესე იგი, დაარეგისტრირა საიდენტიფიკაციო კოდი. პრიმიტიულად რო შევხედოთ, მოკლედ ის არის ჩანაწერი რეესტრში და ეს არის მთელი სამყარო, ასე ვთქვათ რა და ამიტომ მე არ ვაპირებ დღეს რომ მოკლედ ამ თემაში თქვენ დარწმუნებას არ ვაპირებ რომ მეტია თუ არ არის მეტი. მე ვაპირებ თქვენ დარწმუნებას რომ ის ორგანიზაცია რომელიც დაიჯერებს რომ ადამიანი მასზე მეტია იქნება ყველაზე წარმატებული. ანუ ჩვენ ვამტკიცებთ რომ ორგანიზაცია რომელსაც ჯერა რომ ადამიანი არის ორგანიზაციაზე მეტი, არის ყველაზე მაგარი ორგანიზაცია და თავის ორგანიზაციულ საქმეებს გააკეთებს ყველაზე კარგად. ანუ ამას ეხება დღევანდელი შეხვედრა და არა იმას, რომ აი მოდი ვიმსჯელოთ, აბა ადამიანი მეტია თუ ორგანიზაციაა მეტი რა, იმიტომ რომ მაგაზე სამსჯელოც ბევრი არაფერი არის და მე შევეცდები რომ ამ ჩემი პირველი 1 საათის ნაწილში, რომელიც უფრო მონოლოგის ბუნების არის, ესე იგი გაგიზიაროთ ძირითადი ხედვები და ამბებიც, ესე იგი, რომელიც მე გადამხდა და ჩემ გარშემო ხალხს გადახდა და გაგიზიაროთ ასევე საუკეთესო პრაქტიკა, ანუ თანამედროვე მენეჯმენტი რას ფიქრობს ამაზე, თანამედროვე ორგანიზაციული მეცნიერება რას ფიქრობს ამაზე და როგორი მაგალითები გვაქვს კომპანიებმა რას მიაღწიეს და რას ვერ მიაღწიეს და უშუალოდ ამ ამბავში რა. ანუ მე რა თქმა უნდა ვისახავ ამოცანას რომ თქვენ ინდივიდუალურადაც ესე იგი უკეთესად იყოთ დღევანდელი დღის შემდეგ, მაგრამ უფრო ორგანიზაციულად უკეთესად ყოფნაზეა მაინც აქცენტი რახან ამ სერიის ნაწილია რა. ხო და მოკლედ პირველი ესეთი რაღაცა მინდა გითხრათ რომ ჩემი ერთ-ერთი პირველი ხანგრძლივი სამსახური იყო საქართველოს ეროვნული ბანკი, სადაც დავიწყე მუშაობა 1994 წელს, მოკლედ მე-4 კურსზე ვიყავი. მანამდე 1-2 სამსახური მქონდა შედარებით პატარა და მოკლედ ამ ეროვნულ ბანკში დავიწყე მუშაობა. პატარა ბიჭი ვიყავი, 94 წელს ვიყავი, ესე იგი 21 წლის. სანდრო, IT-შნიკი, ანუ პროგრამისტი, ვსწავლობდი გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე. კომაროვი დავამთავრე მანამდე და მოკლედ ძალიან არ მომწონდა ეროვნულ ბანკში მუშაობა რა, იმიტომ რომ კი დავიწყე და რაღაცა პოზიტიურად დავიწყეთ, მაგრამ ესე იგი შევარდნაძის დროა, 90-იანი წლებია, ჩვენი გასაჭირად არის, ხელფასი მაქვს $5, ესე იგი მაქვს ერთი თვის ხელფასი
საქმე თითქოს საინტერესო იყო, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ხელს გვიშლიან და ინოვაცია არ უნდათ და რაღაცას გავაკეთებ და თაროზე შემოდები და მოკლედ მაგარი მოწყენილი ვარ, ესე იგი ამ 94 წელს, ესე იგი და უკვე ვფიქრობ, რომ უკვე ის დროა რომ ზოგი სასწავლებლად მიდის, ზოგი კერძო კომპანიებია უკვე და იქ შეიძლება გადასვლა, გადმოსვლა რაღაცები, საჭირო პროფესია მაქვს და მოკლედ ჩემილია, რომ ჩემ თავს მივხედო რა. ხო, ესეც მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი მყავს, ესე იგი მყავს მეუღლე და ერთი შვილი, ესე იგი 94 წელს გაჩენილი, ანუ ან გაჩენილია და ან ჩნდება მაკო. ხო და ამიტომ პასუხისმგებლობის ტვირთიც არის და ნუ იდეაში ჩემი მშობლების ოჯახიც ჩემი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ იმათ ის თავის საბჭოთა სამსახურები დაკარგეს, აირია, მოგეხსენებათ როგორც იყო. და მოკლედ ვაპირებ რომ წავიდე. და ჩამოდის ამ დროს, ესე იგი ევროკავშირის რაღაცა მისიით, რამდენიმე ირლანდიელი ადამიანი და მათ შორის ერთ-ერთი ადამიანი არის ედვარდ ბარკარტი, ირლანდიელი ძალიან სიმპათიური, გამოწყებილი, ესეთი რაფინირებული ინტელიგენტი, რომელიც მოკლედ ეცნობა ეროვნული ბანკის საჭიროებებს და ევროკავშირის პროექტია, რომ უნდა დაეხმარონ ამ ეროვნულ ბანკს, რომ განვითარდეს აი დონორების პროექტები, როგორც მიმდინარეობდა რა, TASIS-ის პროგრამა იყო, Technical Assistance to CIS Countries, ესეთი ისა, ევროკავშირის და მოკლედ ისა. ესე იგი, მე რომ მომადგა ეს ედი გამიცნო, ესე იგი ინგლისური ცოტა ვიცოდი, ცუდად ვიცოდი, მაგრამ რაღაც დონეზე სხვებზე ცოტა უკეთესად და მოკლედ მითხრა, რომ რაღაცა დიდი პროექტები იწყებაო და აბაო შენი იმედი გვაქვს, მოკლედო რომ ისაო რა. ჩაერთო და რაღაცა და ისა. მე ვთხარ ჩემი იმედი ნუ გექნებათ მეთქი, იმიტომ რომ მე მივდივარ ესე იგი აქედან მეთქი, იმიტომ რომ აი ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, ეს ის არის ჭაობია, ის არის ბიუროკრატია, ეს უფროსი ასეთია, ის უფროსი ისეთია, რაღაცა მოკლედ აი ეს ნეგატიური, თან ახალგაზრდა ადამიანი მაქსიმალისტია და მოკლედ მიჭერს ეს ეროვნული ბანკი, ასე ვთქვათ რა. ხო და მოკლედ ამედი მთქვა, რომ ისაო გავიგეო, რომ წასვლა გინდაო და სად გინდა წასვლაო, შენ სად წასვლა გინდაო რა, აი რომ გაგიშვან, სად მიდიხარ. და მე ვთხარ, ეხლა რაზე ვოცნებობ მე ვიცი, ჩემი ოცნება მაქვს, მაგრამ ეხლა ფული არა მაქვს, რომ ჩემი ოცნება განვახორციელო და ამიტომ ეხლა წავალ სადღაც, სადაც უნდა ბევრი ვიმუშაო, ეს ფული რაღაცნაირად მოვაგროვო და ჩემი ოცნება განვახორციელო. ეს საუბარი შედგა 94 წელს. და მკითხა ამ კაცმა, რომ რა არის ეს შენი ოცნება, დაუშვათ ფულს რო შეაგროვებ, მე რას აკეთებ და მე ვთხარი, რომ აკეთებ ტრეინინგ ცენტრს, ესე იგი, ჩემი ოცნება არის, რომ გავაკეთებ ტრეინინგ ცენტრი და მოკლედ აი ამას ვაპირებ, რომ IT სფეროში, ესე იგი, ხალხს ვასწავლოთ ეს ტექნოლოგიები, ახალია და მოკლედ ამაზე ვოცნებობ. და მოკლედ ამ კაცმა მითხრა, რომ ის შემდეგი სადაც უნდა წასულიყავიო, მოდიო გამოვტოვოთო და ჩვენ გავრიგდეთო, ესე იგი, მე და შენ გავრიგდეთო, რომ შენ აქ დარჩებიო რამდენიღაცა ხანიო, რამდენიც ამ პროექტებს დაჭირდებაო და მე მოგცემ ფულსო, რომ ტრეინინგ ცენტრი გააკეთო რა, ესეთ გარიგებას მთავაზობს, ესე იგი, ეს ადამიანი, რა ძალიან მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ რატომ მთავაზობს, ან რა უნდა, ან მას რად უნდა აი ვერაფერი ვერ გავიგე, ესე იგი, რომ აი რატო შეიძლება ესეთი რაღაცა. ნუ ის ნაწილი გავიგე, რომ აქ თუ უნდა რომ პროექტები გააკეთოს და მე თუ მთulis რო კაი ტიპი ვარ, ახლა ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მე მეუბნება კონკრეტულად, იმიტომ რომ ერთ-ერთი ოფშენია, რომ დადის და 100-ვე კაცს ესეთ რაღაცს ეუბნება და ცოტა რომ გავიკითხე, მოკლედ არ არის ეგრე რა. ანუ შეიძლება მარტო მე არ მელაპარაკება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველას არ ელაპარაკება. ცოტა აქ ეგომაც ისქნა, რომ დამინახა ვიღაცამ მაგიარა, ასე ვთქვათ, ძალიან პატარა ვარ, ხო, 21 წლის ვარ, სტუდენტი ვარ ჯერ და ისა. და მეორე ამაზე თუ გადავირიე და ამ ფულს რომ აძლევ, მე ვთხარი, რომ მას ესხებ ამ ფულს თუ წილში გინდა, რა გინდა, ვერ გავიგე რა გინდა რა, ამხელა კაცი ირლანდიელი, ესე იგი, წარმატებული და არაფერი არ მინდაო რა, გაჩუქებო რა, მოკლედ აი ამის ბონუს, მოკლედ შენ ამ პროექტებს გამაკეთებინებ და მე შენ მოგცემ ბონუს, აი როგორც ხო შეიძლება კომპანიას მოეცა ბონუსი და ამ ბონუსით შენ წადი და გინდა ტრეინინგ ცენტრი გააკეთე, რაც გინდა ის გააკეთე რა. და მოკლედ ძალიან საგონებელში ჩავარდი, ესე იგი, ამ ამბის გამო და მოკლედ კიდევ
ესე იგი რამდენი წელი, კიდევ 6 წელი მოკლედ იქ ვიმუშავე რა და ამ 6 წლის განმავლობაში ერთი რომ რაღაცა ბევრი რამე გავაკეთეთ და ბევრი რამე შევცვალეთ, ადვილი არ იყო და ისეთი იყო. მე ძალიან გავიზარდე და პირველი მენეჯერული პოზიცია მაქედან 1 წელიწადში მივიღე, ან 95-ში გავხდი მენეჯერი, მერე პროექტს მენეჯერი, ამასობაში ინგლისური ვისწავლე, მერე რაღაც ამერიკაში მივლინება იყო 1 წლიანი, იმან ძალიან ბევრი რაღაცა მომცა. ამ უცხოელებთან მუშაობა, უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელი უცხოელი იყო, ედი არ იყო, მაგრამ მეორე ადამიანი იყო, ვისაც რა ვიცი, ყველა შეხვედრაში ვახსენებ. ხო და მოკლედ ეხლა ამოცანა გვეკითხება ესეთ რამეს, ესე იგი და მე მოკლედ ამ ეროვნულ ბანკში ბევრჯერ დავწინაურდი რაღაც თანამდებობიდან, ბოლო-ბოლო წავედი 2001 წელს, მოკლედ გადავედი სხვაგან. და დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს იმ ხალხთან, ბევრი ხალხი გაიზარდა მაგ პროექტებში და ამბებში და ესა, ხო? ხო და ეხლა ჩვენ ამოცანა გვეკითხება, ესე იგი რომ რა ვიცი, ედი მაგალითად, რომელმაც ეს ჩაატრიალა, ასე ვთქვათ, ხო გზადაგზა ის ფული დამჭირდა, ესე იგი საბოლოო ჯამში ერთიანად ვერ ავიღე, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა შემექმნა ოჯახში და მოკლედ ვთხოვე ამათ, რომ ესე იგი ხო არ გამოვა, რომ რაღაცა ნაწილი მოკლედ მივიღო იმ დაპირებული თანხის და რაღაც ნაწილი მივიღე მე მეორე ნაწილი რაღაცა და საბოლოო ჯამში მოკლედ ტრეინინგ ცენტრის დაარსებით ეს მე 10 წლით უფრო გვიან დამთავრდა, ანუ მაქედან რო წამოვედი მართვის აკადემია 10 წლის შემდეგ დავაარსე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი რო კარგად დამთავრდა, მოკლედ იმ ჩემი ოცნების განხორციელებით დამთავრდა და ეხლა ისეთ ცხოვრება მაქვს, როგორსაც ოცნებობდი, ესე იგი 94-ში, რაც იშვიათია და კარგია. მეორე და მთავარი არის, რომ ამ კაცმა რა გააკეთა, ესე იგი ეროვნულ ბანკს გაუკეთა საქმე, ვარიანტი A, ვარიანტი B არის, რომ თავის საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ყავდა ევროკავშირს ნაქირავები გაუკეთა საქმე, ვარიანტი C, რომ ევროკავშირს გაუკეთა საქმე და ვარიანტი D, რომ ესე იგი მე გამიკეთა, პირადად მე გამიკეთა საქმე რა. ხო და რას ფიქრობთ? ყველას. საბოლოო ჯამში მოკლედ ყველა პასუხი სწორია, ესე იგი ვარიანტი E არის, რომ ყველა პასუხი სწორია და მოკლედ აბსოლუტურად თქვენც გაგიკეთათ საქმე მათ შორის, აგერ აი აქ ვინცახართ რა და მოკლედ იმის და მე ესე იგი ძალიან დიდი ხანი ესე იგი ამაზე მეფიქრებოდა, ესე იგი რომ ამ ხალხმა რა გააკეთა, ესე იგი და როგორ გააკეთა და რატომ გააკეთა და ასე რატომ გააკეთა და ნეტა მანამდეც გაუკეთებიათ და ამიტომ იცოდნენ თუ იმ დროს მოიფიქრეს თუ მოკლედ ბევრი ის იყო რა და ეს არის ერთი ეპიზოდი მოკლედ რომელიც მინდოდა დასაწყისში მომეყოლა. მე ამ ედი მოკლედ ჩამოიყვანა ჯერი, რომელიც ჯერი ლენიგანი ჩემი უფროსი იყო. ედი ესე იგი პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე, ჯერი ჩადგმით იყო, ესე იგი ჩვენი აი ამ პროექტების ხელმძღვანელი იყო და ეხლა მეორე ეპიზოდი მინდა მოგიყვეთ ესეთი რომ მოკლედ ჯერი იყო პროექტის მენეჯერი 3 წელი, აი ძალიან მაგარი მენეჯერი, კარგი ადამიანი, აი რა ვიცი, კარგი კაცი, მე ოჯახის აი ყველანაირად, აი შემკული, რომ გაგიხარდება, ასე ვთქვათ, ესეთ ადამიანთან მუშაობა და მოკლედ იმუშავა ამ ჯერიმ ძალიან კარგი ანაზღაურება ქონდა USAID-ის პროექტში იყო ჩართული რაღაცა და მე ვიღაცას მოუნდა ამის ადგილი მოკლედ რა ეხა USAID-ით სახელმწიფო დაწესებულებაა და რაღაცა საშინელება გაუჩალეთ ჩემს ამ ჯერის რაღაცა ინტრიგა ისა ან წერილი მიწერეს მოწერეს ამერიკაში მიწერეს და მოხსნეს მოკლედ ეს ჩვენი ჯერი და მოხსნეს აი გააგდეს ფაქტიურად გააგდეს სამსახურიდან ესე იგი ეს ჩვენი მამასავით კაცი ესე იგი რა ხო და ნუ გადავირიეთ ეს ახალგაზრდა ქართველები ისა ცხელსისხლიანები და თქვით რომ აი ახლა დავლეწავთ ყველაფერს და ნუ მინიმუმ ჩვენც წამოვალთ და რა ის პროექტები და რა საქმეს გავაკეთებთ და აი ძირს ესე იგი ისა ხუნტა ესე იგი მაშინდელი ვიღაცაების რა ხო და ესე იგი ჯერიმ შეგვკრიბა და გითხრა რომ ესე იგი მეო თქვენ თუ რამე გასწავლეთო მოკლედ ეხლა თქვენ ადგებითო და ისე გააკეთებთო ყველაფერსო როგორც საქმე სჭირდებაო და შემდეგი ტიპი რომ მოვაო იმას რომ ისეთ დაალაგებულს და მოწესრიგებულს დაახვედრებთ ყველაფერსო რომ იმ შემდეგმა ტიპმა უნდა თქვასო რომ ესენი ესე იგი ვინ გახადა ასეთი პასუხისმგებლობის ხალხი ასე ვინასწავლა საქმე რა დედამ გაგზარდას პროფესიული ვერსია
ხო და არსადაც არ წახვალთო და აი რო გადააბარებთ ყველაფერს ბოლომდეო და ერთი წელი რო გავაო და ისკაც საქმეს რო ჩაიბარებს, მერე ვისაც რა გაგიხარდებათ, ის გააკეთეთო რა და მოკლედ მაგრა ჩაგვაფიქრა ამ ამბავმა, ჩვენში ეს ის კაცური ის რო ეხლა ეს კაცი ამას გვეუბნება ჩვენ მისი პატივისცემით ვართ გაბრაზებული, მის ჩხუბში ჩვენ ვართ გაბრაზებული და ეს კაცი ამბობს რომ მე მაწყენინებთ, ესე იგი თუ საქმეს გააფუჭებთ, იმიტომ რომ მე ეგ სახელი მაქვს რომ მე საქმეს არ ვაფუჭებ, გამიჩალიჩებენ თუ გადამიჩალიჩებენ, მოკლედ მე ვაკეთებ საქმეს. და მოკლედ ძალიან დიდი გაკვეთილია ჩემთვის ესე იგი ეს ამბავი, ბევრი თვალსაზრისით და აქაც ესე იგი შეკითხვა არის რომ USA-ც უკეთებს, ეროვნულ ბანკს უკეთებს, მე მიკეთებს, თავის თავს უკეთებს, მოკლედ აქაც ბევრი უცნობიანი ამბავია და ბოლო შტრიხი დასვა ამ კაცმა, მოკლედ შევეგუეთ რომ ჯერი მიდის, შევეგუეთ რომ არსად არ უნდა წავიდეთ, საქმე არ უნდა გავაფუჭოთ, ეს პროექტები უნდა გაგრძელდეს, ჩამოვიდა ეს ახალი ადამიანი, ვინც ესე იგი იყო ამ გაჩალიჩების იმაში, დავხვდით ესე იგი ჯეროვნად, გულზე არ გვეხატება, მაგრამ როგორც საქმე სჭირდება ესე, ხო და გაცილება მოუწყვეთ ჯერის, რაღაცეები ვაჩუქეთ, ვიტირეთ, მოკლედ ამ გაცილებას სადღეზე ვითამადე ესე იგი ამ გაცილების სუფრაზე და მოკლედ ჩააბარგა ამან თავის ბარგი ბარხანდა ეს 3 წლის და კონტეინერით გააგზავნა და ხვალ მიფრინავს რა. ხვალ მიფრინავს და დღეს მოგვდის ჯერისგან ესე იგი კალენდარში შეხვედრა, რომელშიც წერია და ეს არის ოქტომბერის თვე. და ამ შეხვედრას ქვია შემდეგი წლის 2001-ის თუ რომელიღაცის თუ 98-ის თუ 19-ის გეგმების გავლა. ხო და ვიფიქრეთ რომ გადმობრუნდა ესე იგი ურემი ხო გადაბრუნდა და ეთყობა გადმობრუნდა და რჩება ეს ჩვენი ჯერი ესე იგი რომ რაღაცა იქ მაინც ესე იგი ჩვენი ლოცვა არ გაიგეს სადღაც და შევარდით ჯერის ოთახში რომ რჩებიო და არა სად რჩებიო კაცო ჩემოდნები გავაეცო რამდენი ვიტირეთო ესე გუშინ წინა და მივდივარ ბილეთს აღებული მაქვს აბა შემდეგი წლის გეგმებიო ისაო რა როგორ არისო ესო რაზეო და რა ვიცი რა არაპირებთო არ უნდა იყოსო შემდეგი წლის გეგმებიო დღესო მე ესენი ხელფასს მიხდიანო აი დღეს ხელფასს მიხდიან და მე ხა დავდგებიო და დღეს ვიმუშავებ გიჟივითო ესე იგი და მოკლედ აი ამ დღესაც აი ესე დავხურავ ესე იგი ბოლო დღეს ხო და რავი გვამუშავა და გავიხეთქეთ თავები ესე იგი მომავალი წლის გეგმების კეთებით ჩვენც არ ვიყავით დარწმუნებული უნდა დავრჩეთ არ უნდა დავრჩეთ ესე მოbrunდება ახალი უფროსი ასეთი იქნება ისეთი იქნება თუ რა იქნება რა ხო და მოკლედ გავიდა ეგ საქმე ბოლოში რა ის პროექტების დამთავრდა იმ ეროვნულ ბანკში მოკლედ ბევრი თაობები გაიზარდა ასე ვთქვათ ძალიან კარგი სპეციალისტების და ბევრი რამე გააკეთეს რა და მოკლედ რაღაცნაირად გამოდის ესე იგი დაახლოებით რა და არსებობს ალტერნატიული შეხედულება რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში არის ორი ალტერნატივა ან უნდა მივხედოთ საქმეს და ან უნდა მივხედოთ ხალხს და თუ ხალხს მივხედავთ დედა ტერეზას ორდენი უნდა გავხდეთ სადაც ყველაფერი დაშვებულია ყველაფერი მოსულა ვეფერებით შენიშვნებს არ ვაძლევთ დარღვევებზე თვალს ხუჭავთ არსებობს ესეთი მოსაზრება და ეგ არის ჰუმანური მენეჯმენტი და არის მეორე რომ ტყავს ვაძრობთ ხალხს ესე იგი და მოკლედ მაშინ შედეგები გვექნება მაგრამ ხალხს არ ექნება ტყავი ხო და არ არის მაგაში არის მოღან მაგას ვებრძვით დღეს მაგაზე ვლაპარაკობთ რომ ეს საერთოდ არ არის ასე საერთოდ არანაირად არ არის არაფერ ვერავის ვერანაირ ტყავს ვერ გააძრობ რაც დრო გავა და მეორე ვინც მაგაში იღებს დაკმაყოფილებას ასე ვთქვა და რაღაცას ხედავს იმას არა აქვს ის შედეგები რომელიც შეიძლება კონდეს ხო და არის ეს მოსულია სადღაციდან არის მოსული და მაგარი ხელი და მკაცრი ხელი და ბავშვი თუ არ წვალობს და თუ არ უჭერს ესე იგი არ სწავლობს და სკოლასაც გადაწყვეტება იმასაც გადაწყვეტება კომპანიასაც აბა რა სიცილკისკის ისმის თქვენი ოთახიდან აბა რანაირად მუშაობთ თუ არ მუშაობთ და ასე შემდეგ რა ანუ ჩვენ თავებში ესე იგი როგორც მენეჯერების და როგორც თანამშრომლების ეს რაღაცა დილემები და სტერეოტიპები მოკლედ არსებობენ რა და მაგიტო მოკლედ მე გულწრფელად მჯერა რომ არანაირი 2 გზა და 3 გზა და 27 გზა ფუნდამენტურად ესე იგი ერთი რომ არ შეიძლება რომ არსებობდეს
იმიტომ რომ ადამიანი იმდენად უფრო მეტია ვიდრე ორგანიზაცია, რომ ესე იგი ესეთი ის არის ერთ-ერთი ამასაც გავიხსენებ, ესე იგი ერთ-ერთი იგავი სახარებიდან ძალიან ისეთია რაღაცნაირი, ესე იგი ეს იგავი რომ მოვისმინე რაღაცნაირად, ესე იგი გადავამოწმე რომ ხო ნამდვილად სახარებიდან არის თქო. ესეთი უცნაური იგავია, ესე იგი ვალებს რო აპატიებს, თავისი უფროსის ვალებს რო აპატიებს ხალხს რა. მოკლედ უფროსი, ესე იგი დაიქირავს ბანკირს პირობითად და ეუბნება რომ აი ეს დავთარი, ესე იგი ჩემი მევალეების და წადი და ეხლა ტყავი გააძრე და ფული დააბრუნებინე რა. ანუ პრობლემური სესხების ამოღების ის არის, რა ქვია, მაშინდელი ვერსია. ეს ტიპი ეტყვის, რომ კი, უფროსო რაზე ალაპარაკია და წავა და ამ ყველას და უფლებას მისცემს ხელმოწერის უფლებას. ანუ მინდობილობა გაუკეთა ამ ტიპს რა ჩვენ ენაზე. ეს ტიპი წავა და ამ მინდობილობით იმათ ყველას აპატიებს ვალებს, ესე იგი. ანუ ოფიციალურად იმათ ვალები ნაპატიები აქვს. ხო? და გაგიჟდება გადაირევა ესა, ანუ კაპიტალი გაუნიავეს, ესე იგი ჩვენ დამფუძნებელს, ესე გამოვიდა ჩვენ ენაზე და ესე იგი იგავი ამბობს, რომ აი რა მაგარი კაცია ეს ჩვენი, ესე იგი ვალების მპატიებელი. და როგორ ესე იგი ისა და მოკლედ მაგრა ის თქვენი რაღაცა მაგარი კითხვის ნიშნები გამოიწვია, ესე იგი ჩემში ამ ამბავმა, რომ ეგრე როგორ კაცო, ეგრე რანაირად შეიძლება, როგორ შეიძლება დაექირაო ვიღაცას, იმან რაღაცა დაგავალოს, ასე ვთქვათ და იმის საპირისპირო გააკეთო პრაქტიკულად და მოკლედ არ არის ადვილი ამბავი რა და როცა ეს გადაგება მოვისმინეთ, მაშინაც თქვა ვინც იქადაგა, რომ მოკლედ ეს ადვილი ამბავი არ არისო და საფიქრალი ამბავიაო რა, აი მტრების სიყვარული ხო ბევრი ეგეთი რამეა, რომელიც ცოტა რაღაცა საღაზრში შეიძლება არ ჯდება რა. ხო და მოკლედ ჩემი ცხოვრებაც ამას ამბობს, საუკეთესო პრაქტიკაც ამას ამბობს, თანამედროვე ლიტერატურაც ამას ამბობს, რომ ჩვენ პრაქტიკულად გვაქვს ერთადერთი გზა, რომ ვინც ყავს, ვინც გვეყოლება ორგანიზაციაში და გუნდში, ის ხალხი დავაყენოთ ორგანიზაციაზე მაღლა და პირველ ადგილზე დავაყენოთ მათი ინტერესი, ოღონდ ვიღაცები უნდა ყავდეს და ვიღაცები არ უნდა ყავდეს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ვიღაცა შეირგებს ორგანიზაციაზე მაღლა დაყენებას და სუპერვარსკვლავი გახდება შედეგად და ვიღაცას თავში აუვარდება და გადაწყვიტავს, რომ უნდა გააფუჭოს ყველაფერი და ყველაფერი შეიძლება და მოკლედ მაგ სიტუაციაში ესე იგი ესე არ გაიგოთ, რომ ვისაც რა უნდა იმას გააკეთებს, ასე ვთქვათ რა და ესე ძალიან მაგარი მაგალითია, აქაც ტვინი მეტკინა ეს მაგალითი, რომ წავიკითხე ერთი 10 წლის წინ, ეხლა უკვე Silicon Valley-ზე, ესე იგი აგერ ჩვენ დროში, ამერიკელი ფინანსური კომპანიის დამფუძნებელი გამოდის, ფინანსური ორგანიზაცია რა, აქციებით ვაჭრობს რაღაც. და ხალხს ეუბნება, რომ მოკლედო დავფიქრდიო, ჩემო ძვირფასებო და კარგებო თანამშრომლებს, ერთი 50 კაცი მუშაობს კომპანიაში. და რა გადავწყვიტეო, იცითო, რომ თქვენო ყველასო მომავალი წლიდანო ის ხელფასი გექნებათ, რამდენიც გინდათო. აი ესეთი გადაწყვეტილება მივიღებთ. ანუ ჯერ 1 აპრილი ხო არ არის, ხო რაღაცა გვიჩალიჩებენ, გვეღადავებიან, ეგრე როგორ იქნება რაღაცა. ოღონდ უთხრა, რომ ესო პროცესიაო და მანამდეო მეო თქვენ ფინანსებში უნდა დაგატრეინინგოთო. 50-ვე კაცი, ზოგი ფინანსისტი იყო, ზოგი არა ფინანსისტი, ტრეინინგა ფინანსებში. გახსნა კომპანიის ფინანსური დოკუმენტები და ანუ ამ ხალხს წააკითხა, რა მოგება გვაქვს, რა მოგება არა გვაქვს, რა შემოსავალი გაქვს, რა ხარჯი გვაქვს, ასე ვთქვათ და უთხრა, რომ აი ახლა თქვენ სურათს ხედავთ, რაც არის, მათ შორის მე რამე მაქვს სახში, იმას რამე აქვს სახში, ბანკს რამე აქვს, იმას აი მთლიანი სურათი და აბა ახლა ადექით და დაინიშნეთ ხელფასები, ესე იგი. და მომწერეთ, ესე იგი ველოდები თქვენ წერილებს, რომ ესე იგი მომწერთ რამდენი გინდათ ხელფასი. და ესე იგი მთელი ეს განახორციელა ამ კაცმა, ანუ ვინც დატოვა სამსახურში, იმათ მისცა ის ხელფასი, ზუსტად ის ხელფასი, რაც ჰქონდათ მოწერილი, ვისაც ვერ მისცა ის ხელფასი, რაც ჰქონდათ მოწერილი, იმიტომ რომ ადეკვატური არ იყო,
ის ხალხს უთხრა რომ ბოდიში და იმათ რო თქვეს რომ ჩვენ ვიხუმრეთ და დავრჩებით ნაკლებ ხელფასზე უთხრა რომ არა ესე იგი ეგეთ ხუმრობა არ მინდა ესე იგი მე გავიგე რომ თქვენ თulit რო ღირხართ ამდენი და ეხა ნაკლებ ფასად ჩვენთან რო იმუშაოთ არ მინდა ანუ შენ თუ თვლი რომ 10 ლარი ღირხარ და ჩემთან 5 ლარად იმუშავებ არ მინდიხარ და შენ თუ არ თვლი რომ 10 ლარი ღირხარ და მაინც სცადე რომ 10 ლარი დაგეწევ მოკლედ აქ არ უნდა იყო ასე ვთქვათ ხო და 50 კაციდან ხალხო მოუწია 4 კაცის დათხოვნა და 46 კაცი დარჩა 46-მა კაცმა მიიღო ზუსტად ის ხელფასი რაც ჩაწერეს და სახელმწიფო ფონდი შეეცვალა ტიპს 15%-ით და შედეგიანობა შეეცვალა 300%-ით. ანუ მოკლედ ამ ადამიანებმა სინდისიანმა ხალხმა ჩაიხედა, დაწონა, ელაპარაკა ერთმანეს და თქვა რომ მოკლედ დამფუძნება ეს დამფუძნებლის ნაჭერია. დამცხვარი ეს იმის ნაჭერი. აქ ხარჯი ყოფილა, ეს ამდენი ყოფილა, ის იმდენი ყოფილა და მე ბაზარზე გაიხედეს, გამოიხედეს, აბა კოლეგებს რამდენი აქვს ხელფასი, იქ რამდენი. სინდისიანი ადამიანი, სინდისიანად როცა სინდისიანად უდგებიან, სინდისიან ხურდას აბრუნებს. არაფერი ძალიან შეცვლილი. არაფერი, ზოგი ასეთი, ზოგი ისეთი, მაგრამ აი მაგასაც კი არა აქვს მნიშვნელობა რა. აი მაგასაც კი არა, ცუდი არ ვიფიქროთ იმ ხალხზე და შეიძლება მართლა ძალიან მაგარი უნარები აქვს. აი წარმოიდგინე რომ მე შენ მამუშავებ ამის ტრენერად და გიღირვარ 3000 ლარი და მე რაღაც სუპერ ძალები მაქვს და ვიღაცას უღირვარ 7000 ლარი. შენ არ გიღირვარ 7000 ლარი რა, ანუ იმ საქმეზე. პროდუქტი, შენ ხო პროდუქტ ადამიანს ხო არ ყიდულობ, პროდუქტს ყიდულობ რა და ანუ შეიძლება ძალიან ვალიდურად დაწერა იმ ტიპმა რომ აიგერ მე იქ სადღაც 7000 ლარს მომცემენ და ამიტომ თვლი რომ 7000 ლარი ვღირვარ და ამან უთხრა რომ ალილუია რაზეა ლაპარაკი ღირხარ 7000 ლარი გაგიმარჯოს ღმერთმა ხო ოღონდ აი მე თუ იმან თქვა რომ ვიხუმრე არისტოფან და ისა რა გეწყინა შეკაცო და ეხა ეგ უკვე ცოტა მაიმუნობის სუნი უდის მაგას და ეხა მაიმუნებიც არსებობენ ესე იგი სამყაროში რა და ეხლა ამ კაცს ძალიან კარგად უმუშავია მანამდე რომ 4 კაცი იყო მასეთი და არა 24 და ისა და მოკლედ ეს პირველი ასეთი გადაწყვეტილება მისი არ იქნებოდა ეს რადიკალური გულახდილობის აქტი ვიცით მე სტატია რო წავიკითხე ესე იგი მართლა იმას ვამოწმებდი რომ სახუმარო ნიუსების ის ხო არ არის თქო იმდენად რაღაცნაირად დაუჯერებელი იყო რა მაგრამ არსებობს ესეთი პრაქტიკა, ესე იგი მე რო TBC-ში მივედი რომ ჩამბარდა 60-70 ადამიანი, მოკლედ ბარათების მინდება იყო TBC-ში რა, ანუ ბარათი უნდა მიედოთ, რომ სამსახურში დარეგისტრირებულიყვნენ. ცოტა ხანში სკანდალი ატყდა, რომ თურმე ხალხი ბარათებს ერთმანეთს ატანს და მე მოკლედ ჩემ ბარათსაც ვადებ და შენ ბარათსაც. მერე რაღაცაები თითის დადება გააკეთეს. მერე გაირკვა, რომ ის IT-შნიკები თურმე იქ თითის დადების პროგრამას თითი მისცეს რაღაც სადღაციდან და გააყალბეს რაღაცა. აუ, მეორე დიდი სკანდალი. მერე გააკეთეს სოფტი რომ უნდა მისულიყავი შენ სამუშაო ადგილზე, შენი იუზერით და პაროლით შესულიყავი, გაიხსნებოდა რაღაც ფანჯარა და მოვედის, უნდა დაგეჭირა და მაშინ ჩაითვლებოდა რომ მოხვედი. და ეხა ამან რა ქნა? მე რომ მივედი ეს სოფტი დამხვდა უკვე. და ესე იგი ნახავდით ესეთ რამეს რა. 10-15 აკლდა თუ 10-25 აკლდა ზუსტად არ მახსოვს, იყო ეს ბოლო მომენტი თითის დაჭერის რა. მაგ მომენტამდე 5 წუთით ადრე რომ დამდგარიყავი ბანკის შესასვლელთან, ნახავდი აი National Geographic-ში ბიზონების ჯოგი რომ მორბის, ხო იცი და მტვერს რო აყენებს, აი ესე გამორბოდნენ თანამშრომლები 4-ით, 2-ით, გამარჯობა არა, ჩანთა, მოღიღილი, მოღრეცილი ისა და გარბოდნენ ლიფტს არ ელოდნენ და ერთმანეთის თავებზე გადაირბენდნენ და იქ შევარდებოდნენ სუპერმენივით და დააჭერდნენ მოვედი, ხო? ოღონდ 5 წუთის მერე დაჭერის მომენტიდან უკან გამოდიოდა ეს ხალხი. ვიღაცას ბავშვი უზის მანქანაში და ბაღში მიყავს. ვიღაცა მაღაზიაში ჩადის, ვიღაცას დაპარკინგებული ხეზე აქვს მანქანა მიყუდებული და უნდა დააპარკინგოს. ხალათით არის ვაკიაჟია გასაკეთებელი და ასე შემდეგ რა და ვეუბნები ამ ხალხს რომ რა დავამტკიცეთ ჩვენ ესე იგი ამოცანა რას გვეკითხებოდა რა დაკვეთა იყო ეს რო კაია ანუ
თუ ყველა მაგას კი არ აკეთებდა, ვიღაცა უფრო ადრეც მოდიოდა და მუშაობდა და გაჩაღებული მუშაობა ქონდა იმ 10-25 აკვირა, მაგრამ ეხლა ამათ ვეუბნები, რომ გეხვეწებით გამომართვევინეთ ეს სისტემა. არაფერს არ აკეთებს ეს სისტემა, კი თუ გვინდა რომ გადავიღოთ ბიზონების რამე ფილმი, გადავიღოთ და გამოვრთოთ რა, იმიტომ რომ ისა არაო არ შეიძლებაო აქ დისციპლინა აირევა დაირევა რომელი დისციპლინა მაღაზიაში იყო კილომეტრიანი რიგი ესე იგი 10 საათამდე ეს ხალხი იდგა რიგში მაღაზიაში პირდაპირ რო ხაჭო ეყიდა თუ რაღაცა ისა და ისა და ზოგი ფანჯრიდან გადმოყვდებული იყო და ყავას სვამდა სიტყვაზე და მოკლედ რა დავამტკიცეთ მე ვითხოვე რომ გავთიშოთ საერთოდ არაო საერთოდ ვერ გავთიშავთო. მე ვთხარი რომ მაშინ ჩემ ხალხზე გავთიშოთ ესე იგი რომ მე მინდა რომ ჩემ ხალხს არ კონდეს ეს. და რანაირად გინდაო რასაპირებო და მე ვთხარი მაინტერესებს რომ გამორთავ ამას ვინ მოვა უფრო ადრე, ვინ მოვა უფრო გვიან, ვინ მოვა ცოტა ხანი უფრო გვიან და მერე უფრო ადრე, ვინ მოვა ცოტა ხანი ისევ დროზე და მერე ისა. რომ მაინტერესებს, აი თავისით რას იზამენ ესე იგი რომ გაუშვა ხელი, რას იზამს ხალხი მაინტერესებს. და ვინ რას იზამს, ხო? მოკლედ არ გამომართვევინეს ცოცხალი თავით, ესე იგი და თქვენს რო შენებს რო გამოურთოთ, იმეებს არ გამოურთოთ ისა და მოკლედ ერთი კვირით გამოვართვევინე, ესე იგი მივახციე იმას, რომ ერთი კვირით გამოვართვევინე, აი ექსპერიმენტის სახით რაღაცნაირად და ესე იგი ამ ერთი კვირით რო გამოვურთეთ, ხალხო ვიღაცეები მოვიდნენ გაცილებით უფრო ადრე. ესე იგი და ვიღაცეები მოვიდნენ გაცილებით უფრო გვიან და ვიღაცებს საერთოდ არ მოვიდნენ და ვიღაცამ საქმე გააფუჭა და ვიღაცამ არ გააფუჭა. თანამშრომლობა იცოდნენ რომ ერთი კვირით. კი, ძალსახად. კი, ეგეც იცოდნენ, სამწუხაროდ სხვა გზა არ იყო. ხო, ერთ კვირის მერე ისევ ჩაირთვებოდა. ანუ მთლად სრულ ბასოვანი ექსპერიმენტი არ გამომივიდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგის გამორთვა არ არის ერთადერთი. საქმის შედეგიანობის საზომები ჩართე და გამორთე, ხო? საქმეს თუ არ ზომავ შედეგიანობას, რავი, გინდა წამზომი, გინდა ჩართე, გინდა გამორთე რა. აი გოლებს რო არ უთვლიდედათ და მოედანზე იყო თუ არ იყო. რავი, რა მნიშვნელობა აქვს იყო თუ არ იყო, საქმეს თუ არ აკეთებდა და ის თუ არ გააკეთა, იმ შედეგს თუ არ მიაღწია რა. ხო და ამიტომ მოკლედ მე მაქვს ესეთი რწმენა, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან რთული ამოცანა ორგანიზაციულად, რომ სინდისიანი ხალხი ვიპოვოთ და ეს ამოცანა ადვილი არ არის. მერე გვაქვს მეორე ძალიან რთული ამოცანა, რომ სინდისიან ხალხს სინდისიანად მოვექცეთ და ძალიან რთულია, იმიტომ რომ შრეებია, მენეჯერი და ამფუძნებელი ისა. მერე გვაქვს ამოცანა, რომ სინდისიანი მოქცევა, ვისაც წყენს ესე იგი იმ ხალხს ჯერ ველაპარაკოთ და აუხსნათ რომ წყენს და იქნებ შეიცვალოს და მოაქციოთ ასე ვთქვათ, ხო? და ნუ მერე უნდა დავემშვიდობოთ ვიღაცებს, ვინც სინდისიან და მშვიდობიან მოქცევას ასე ვთქვათ, ვერ შეირგებს, ესენი არ უნდა გყავდეს და დანარჩენებთან უნდა გავაგრძელოთ ესე იგი სინდისიანად მოქცევა. ოღონდ ეს არასდროს არ მთავრდება. ვიღაცა გაცდება საზღვარს, ვიღაცა შემოცდება, ახალი მოვა და გადმოვა სადღაციდან და იქ ცელქობა ასწავლეს და მაიმუნობა, მერე უნდა მოვაქციოთ, ან არ უნდა ავიყვანოთ, არა იყვან და ვაია, აიყვან და უია, იქაური ქუდე ახურავს, ვიღაცა გუშინ კარგად მუშაობდა და დღეს მოუკლო, მოკლედ ძალიან რთული ამოცანა გვაქვს რა. მაგრამ მე მგონია, რომ ეს ძალიან რთული ამოცანა დაიყვანება ისევ ადამიანის სიკეთეზე. ანუ მაგას მე მგონია ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იყოს საუკეთესო ფორმაში, ასე ვთქვათ რა, საუკეთესო ფორმაში ემოციურად, საუკეთესო ფორმაში პროფესიულად, საუკეთესო ფორმაში საქმიანად, პიროვნულად და ასე შემდეგ რა. და მე მაგალითად მჯერა და მაქვს ესეთი მაგალითებიც, რომ ადამიანი გაუშვით თავის შეუფერებელი სამსახურიდან და წავიდა სადღაც და აყვავდა. გაუშვით ადამიანი თავის შეუფერებელი სამსახურიდან ბიზნესი გააკეთა და გაფრინდა კოსმოსში. ხო, ანუ მაგის თქმა მინდა, რომ აი გაშვებაც კი, რომელიც შეიძლება თქვა, რომ ყველაზე რაღაცა მძიმე ამბავია, არაფერი მძიმე მაგაში არ არის რა. და შენ თუ ხალხს ისეთ ხალხს მოამრავლებ, რომელიც არავის არ ჭირდება გარეთ, შენ რატო გჭირდება მაშინ?
და თუ გარეთაც ჭირდება ეს ხალხი ვინმეს, მაშინ მათი გაშოვა პრობლემა საერთოდ არ არის. ანუ აქ ვერ მოეწყო და ეგერ მოეწყობა. ხო? პროფესიონალია, კაი ტიპია, თვითშეფასება ადეკვატური აქვს, სახელი აქვს და ასე შემდეგ და თუ ეგეთი არ არის, შენ რად გინდა? ამოცანა გვეკითხება რომ შენ რად გინდა? აი მე რო გითხრა რა კარგია რომ ლექციაზე მოხვედ და არავინ არ მოდის ამ ჩემ ლექციებზე და თქვენ მაინც რომ მოხვედით, რავი გადახედავს ხალხი ერთმანეთს და იტყვის რომ მართლა ესეა, ესე იგითო? არა, არავის არ ჭირდება, ვინც არავის არ ჭირდება, ის არავის არ ჭირდება. ხო? და შენ თუ ამბობ რომ ვერ უშვებ თანამშრომელს, იმიტომ რომ გარეთ არავის არ ჭირდება, ზდაროვად შენ გამოგიზრდია, ძალიან ცუდი რამე გიქნია უკვე. აი ამ პერიოდში, როცა მიეცი ადამიანს საშუალება, რომ დარჩენილიყო ისეთ ადგილას, სადაც მის ხორცი აღარ იჭმევა და ჯიგრისგან კოტლეტი აღარ კეთდება რა. არ შეიძლება ეგეთი რაღაცის გაკეთება. არც აყვანისას შეიძლება ცუდი ხალხის აყვანა და მით უმეტეს თუ კარგ ხალხს აიყვან და მე შენ აცუდებ, ეგ თლად ის არის, რა ქვია. ყველა ორგანიზაციას ყავს ერთი-ორი ეგეთი. იცი რაშია საქმე? მე არ მოკლედ ესე იგი ბალასტი არსებობს, ოღონდ 1-2 ეგეთი. მოკლედ იცი როგორი ბალასტი არსებობს, რომელიც არ დაიკარგება. მაგალითად ჟიმი ვაჟა ზაზაევიჩის ნათლულის ძმაკაცი არ დაიკარგება და იმას აქვს კომპეტენცია. მისი კომპეტენციას ეწოდება ზაზაევიჩის ნათლულის ძმაკაცობა, მაგრამ კომპეტენცია არ არის, ვინ თქვა? შენი კომპეტენცია დიპლომში წერია და იმაში გაკეთებულ საქმეში იმის კომპეტენცია ძმაკაცობაში და დამფუძნებლის სადღეგრძელოს სვამს დიდი ყანწით ის მეორე ვიღაცა და ეგ არის მისი კომპეტენცია, არ არის კომპეტენცია, აბა დალიე. თუ არ არის კომპეტენცია, შენ დალიე, მაგ ღელა ყანწით. ის ყველა ხუმრობაზე იცინის უფროსი ისე კვდებას იცილით. აბა არ არის კომპეტენცია, ძალიან სერიოზული კომპეტენცია. ანუ ყველა ცხოველი ისე ადაპტირდება, როგორც ადაპტირდება და შეგავიგეთ, რომ შენ ასე ადაპტირდები, სხვა ისე ადაპტირდება და ასე. სადაც შენ გეჩვენება რომ ვიღაც არაფერი არ ეჭირავს ხელში და თავი გააქვს, გეშლება. ანუ იმას რაც უჭირავს, ის შენ გეპატარავება თვალში. ხო? იმას შენ დიპლომი ეპატარავება თვალში და შენ იმის დალეული დამფუძნებლის სადღეგრძელო გეპატარავება თვალში და კომპეტენციაში იყო სამსახურში სრულგვარდები. როგორ? გივი რა კომპეტენციაში იყო აი ის იყო თუ იყო კომპეტენციაში. ესე იგი ის იქნებოდა მინისტრის მოადგილის ისა, ქვისლი. სავარაუდოდ არ ვიცით, მაგრამ იქნებოდა რა, რაღაცა იქნებოდა. ხო, ან პირველი დღიდან, ან დამსახურებული მწერალთა იმითი რაღაცის რაღაცა რა. ხო. მოკლედ, ჩვენ ვამბობთ და გვაქვს ამის მტკიცებულებები, რომ ორგანიზაციები, რომელიც ამ ადამიანს ეუბნებიან, რომ ან აქ არ იქნები და ან თუ აქ იქნები და თუ აქაური ხარ, იქნები ძალიან მაგრად. აი ძალიან მაგრად იქნები, ის ორგანიზაციები იმარჯვებენ. ანუ გეუბნებიან, რომ გარანტირებულად რომ სამუდამოდ აქ იქნები, მაგას ვერ გეტყვი, ხო? იმიტომ რომ არის ორი ტრაექტორია და შეიძლება გაიყოს ეს ტრაექტორია, დამფუძნებელი ვერ ეტყვის საკუთარ კომპანიაში, რომ სამუდამოდ აქ იქნები, იმიტომ რომ არის სიტუაციები, ერთდება კომპანიები, იყოფა, გაიყიდა, შეიძლება გაზე აიზარდა, გადაბარდა, გადმობარდა. ვერავინ ვერ იტყვის მაგას, რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებით, მაგრამ ორგანიზაცია შეუძლია უთხრას ადამიანს, რომ შენ ან აქ არ იქნები. და ან ძალიან მაგრა იქნები, ოღონდ აქ თუ არ იქნები, მაინც ძალიან მაგრად იქნები. ხო. და Google-ში 53 შენობა იყო ძველ სათაო ოფისში, ესე იგი, და Google-ის 53 შენობაში სათაო ოფისში იყო ესეთი კედელი, აი რო შემოხვიდოდი, აი აქ რო იყო შესასვლელი და მიმღები, ასე ვთქვათ, აი იქ იყო ერთი კედელი, რომელიც ვერ მიხვდებოდა თავიდან რა იყო მთელი დიდი კედელი 3/4-ზე ფოტოებით მოფენილი. 3/4-ზე ფოტოებით და ზემოთ ეწერა Google Millionaire Wall. ანუ Google-ერი მილიონერების კედელი. და იქ ეწერა ცოტა პატარა დრო ეს ის ხალხია, ვინც ადრე Google-ში მუშაობდა და დღეს მილიონერია. და კედელი იყო სავსე 3/4-ზე ფოტოებით. და მაგაზე დიდი რეკლამა ესე იგი Google-ში მიმსვლელი თანამშრომლელისთვის და კარში შემსვლელისთვის არ ჭირდება. იმიტომ რომ ტიპი ამბობს, რომ ამათზე კი არ მუშაობ, კაცო, ეს კი არ არის ჩემი უფროსი, იმ კედელზე ვჩალიჩობ, რომ იქ უნდა მოვხვდე. აი ეგ არის ჩემი ამოცანა და ამათ რაღაცა იციან, თურმე ესე იგი როგორ უნდა მოხდე იმ კედელზე, თორე ამდენი არ ეყოლებოდათ. ანუ ეთყობა აქ რაღაცა ელექსირი არის, აქ იღება, რომლითაც მე შენ აქედან გადიხარ და ფრთებს გაშლი და გაფრინდები რა.
და რავი, შემოდის ყველაზე ამბიციური ადამიანი, ესე იგი. იმიტომ კი Google-ის სიყვარულით კი არ შემოდის, თავის სიყვარულით შემოდის, თავის ამბიციით, თავის ოჯახის სიყვარულით და ამბობს, რომ დავბდღნი და მოკლედ ეს მე მგონი ის ადგილია, რომ თუ აქ დავბდღნი, მოკლედ შეიძლება იმ კედელზე აღმოჩნდე. და ეს კედელი ხმა მილიონერის იქნება თუ დამსახურებული სპორტის ოსტატის თუ რაღაცის, ახლა ეგ ყველა ორგანიზაციას და ყველა იმას თავისი ის აქვს. ანუ ყველაზე კარგი რაც ჩვენ შეიძლება უთხრათ ადამიანს, არის რომ ჩვენ თუ შენ აქ შემოგიშვით, ესე იგი პირველი შემოსაშვები ყოფილ ხარ, ადვილად არავის არ უშვებთ, ხო, იმიტომ რომ ძალიან მაღალი თამასა გვაქვს. თუ შემოგიშვით და ჩავთვალეთ რომ შემოსაშვები ხარ, ისე მოგხედავთ რომ მოკლედ ფორმაში გვეყოლები სულ პროფესიულ ასეთ ფორმაში, თუ ვერ გვეყოლები ფორმაში, მაგას გაიგებ სულ ფიდბექს და იმას მიიღებ და ყველაფერს გავაკეთებთ რომ ფორმაში ყავდე და მოკლედ ერთჩვენიერ დღეს ან შენ მოხვალ და გვეტყვი რომ Google დამიპატარავდა და ან ჩვენ მოვალთ და გეტყვით რომ რაღაცა მთლად ისე ვერ მუშაობ, ესე იგი როგორც ჩვენ გვინდა რა, ხო? და Google-დან გაშვებულ ადამიანებს აი იმათაც კი, ვინც მთლად ისე ვერ ქვეყანა თუ დააქცია და ფული მოიპარა, იმას უჩივლებენ და დაიჭერენ, მაგრამ აი ვერ გაკაჩა, ხო? არ უკავებდნენ რეკომენდაციას და ორაკლი იყო, გზის იქით იყო ორაკლი და პირდაპირ ორმაგი ხელფასებით იღებდა ამათ გაშვებულ ხალხს. პირდაპირ, ანუ საერთოდ პრობლემა ხელფასის მილიონერი გახდები თუ არა, ძალკე საკითხია, მაგრამ ის რომ Google-ში ვიმუშავე და ადეკვატური რეკომენდაციით წამოვედი და სამსახური ვერ ვიშოვე, უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. ანუ გეუბნებიან რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში გზის იქით აგერ ორაკლში მაღალი ხელფასით დაიწყებ მუშაობას და რავი, სულაც არ არის, ოღონდ საქმეს ნუ გააფუჭებ. საქმეს თუ გააფუჭებ, მაშინ იქნება ჩხუბი. და საქმეს თუ არ გააფუჭებ, რომც ვერ გაკაჩო და იმ კედელზე რომ ვერ აღმოჩნდა, აგერ მეორე კედელიც გვაქვს კარგ ხელფასიანების, ესე იგი, სადღაც გადასულების ისა რა. ხო და მოკლედ ჩვენ ვამბობთ ესეთ რაღაცას, რომ ადამიანის мотивация არის თავის კარგად ყოფნაზე. ხო? თავის კარგად ყოფნაზე ემოციურად, თავის კარგად ყოფნაზე მატერიალურად, თავის კარგად ყოფნაზე ოჯახურად ასე ისე და თუ ორგანიზაცია მოახერხა რომ მაგ ტალღას დაუსინქრონიზირდა, ასე ვთქვათ, მოკლედ ძალიან დიდი რაღაცეები უნდა ვივარაუდოთ, რომ მოკლედ ძალიან დიდი რაღაცეები მოხდება რა. ვარსკვლავები, ესე იგი, სამი კატეგორიაა ჩვენ მენეჯმენტის ტრეინინგში ვამბობთ, რომ სულ სამნაირი თანამშრომელი ყავს ნებისმიერ გუნდს. ერთი არის გასაშვები თანამშრომელი, რომელსაც ჯვარი უკვე დავასვით და ჯერ ტექნიკურად არ გაგვიშვია, მაგრამ უკვე გადის, ანუ დაწყებულია პროცესები და ეს არის გასაშვების განმარტება ჩვენ ენაზე, არის რომ ყველაფერი ვცადეთ უკვე, დაყვავება, ჩაყვავება, ტრეინინგი, მეგობრობა, თვალებში ჩახედვა, ყველაფერი ვცადეთ და არაფერმა არ უშველა. და გადის ადამიანი. მშვიდობიანად წყნარად მშვიდად ორგანიზაციებს ძალიან აწყობილი აქვს, რომ ეს ადამიანი, რავი, გაჩერებაზე ავტობუსი რო გაჩერდება, ჩავიდეს და იქნიოს ხელი, ვიღაც თვალწინ დავეშვიდობთ, წავა და დაკეტავს კარიას ავტობუსი და გააგრძელებს იმას. ეს არის გასაშვები. გასაშვებებზე გვეუბნებიან, რომ არ ათრიოთ, თორემ მოწამლავს მთელ იმას. ხო, ანუ არ უნდა ვათრიოთ რა, ანუ არ შეიძლება. გასაშვები უნდა გაუშვათ. და ყველა ორგანიზაციას უნდა ქონდეს გასაშვების გაშვების ძალიან მობილიზებული, ასე ვთქვათ, სისტემა. მეორე კატეგორია, მეორე ბოლოში გასაშვები ხო იქით არის. მეორე ბოლოში არის ვარსკვლავი. და ვარსკვლავის განმარტება ჩვენ ენაზე, ჩვენ ტრეინინგების ენაზე არის ხვალ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ეს ტიპი კარგად იმუშავებს. ანუ მენეჯერს აქვს სუბიექტური რწმენა, რომ არ ვიცი ხვალ რა დაგჭირდება, მაგრამ ვიცი რომ შენ კარგად გაართმევ თავს. ანუ არსებობს ეგეთი ხალხი, ვისი იმედიც გაქვს. და ეს იმედის ტერმინებში არის ჩვენი ვარსკვლავი განსაზღვრული. ხო? შედეგები, ციფრები, ისინი, ესენი ასეთი აქვს, ისეთი აქვს, კი, ოღონდ მეტიც დღესასრულებს კი არა. საჩხუბარი რო იქნება, იჩხუბებს, გვიან დასარჩენი იქნება დარჩება, ადრე მოკლედ რაც საჭიროა იმას გააკეთებს, ეს არის ჩვენი ვარსკვლავი.
და ყველა ვინც დარჩა და არც გასაშვებია და არც ვარსკვლავია არის საშუალო შედეგიანობის. ანუ არც მთლად გავარსკვლავებული, ისეთი კარგი არ არის რომ ვარსკვლავებში ჩავრიცხოთ და ისეთი ცუდი არ არის რომ გასაშვები დავარქვათ, ხო? ცხადია რომ ეს შუა დიდი ჯგუფია, ასე ვთქვათ, პატარა ჯგუფი არ არის და შუასაც აქვს სტრუქტურა, არსებობს შუას ვარსკვლავეთისკენ და შუას გასასვლელი კარისკენ, ხო? ანუ კიდე შიგნით შეიძლება ისქნა. ეხლა რატო გიყვებით ამას? ეხლა ამის დეტალებში ვერ წავალთ მანდა მაინც. ვარსკვლავების გამოკითხვა, ესე იგი ყველა კომპანიას წარმოიდგინეთ, კითხეს რომ შენთან ვინ არის ვარსკვლავი, შენთან ვინ არის, ეს ხალხი გამოკითხეს. ბევრი დიდი გამოკითხვაა, დიდი კვლევაა და ერთ-ერთი შეკითხვაა, რომ დასაქმებული ხარ თუ თვით დასაქმებული ხარ? დასაქმებული ხარ თუ თვით დასაქმებული ხარ? და ამ ადამიანმა იცის რომ შრომით ხელშეკრულება აქვს, გიჟი ხო არ არის? და ამბობს რომ თვით დასაქმებული ვარ. ანუ მე ვარ ერთკაციანი ბიზნესი, რომელსაც ქვია მე. და ამ ხალხმა გამიფორმა კონტრაქტი, როგორც ერთკაციან ბიზნესს და აი ეს უნდათ ჩემგან. აი ამას გადამიხდიან, ამ შემთხვევაში ასეთი შედეგი უნდათ, უფრო კარგი შედეგის შემთხვევაში ამას მპირდებიან, ესა და საბოლოო ჯამში მე ამ ჩემ ბიზნესს, ერთკაციან ბიზნესს გავზდი, ან იმ კედელზე მოხვდები, ან იმ კედელზე მოკლედ სადღაც მოხვდები. ესე იგი, რა გამოდის იცით, რომ ყველაზე მაგარი თანამშრომელი შეიძლება დაცვის თანამშრომელი იყოს და შეიძლება რეცეპშენის და შეიძლება რა ვიცი ბექ ოფისის და შეიძლება ბუღალტერი ამბობს რომ მე ჩემ თავზე ვმუშაობ. ანუ მე ვარ, ესე იგი შპს მე, ასე ვთქვა, თუ ინდმეწარმე მე და ორგანიზაცია კი ეგ არის ჩემი დამკვეთი. ანუ ეგ მიკვეთავს მე შრომას. ერთი დამკვეთი მყავს რა, ერთ კლიენტიანი ბიზნესი ვარ. ერთ თანამშრომლიანი, ერთ კლიენტიანი ბიზნესი ვარ. ხშირად არა ვარ ერთ კლიენტიანი ბიზნესი, იმიტომ რომ ერთ კლიენტიანი ბიზნესი რო ხარ, მე იმშენ ერთ კლიენტთან მიხვალ დამსაქმებელთან და ეტყვი რომ უნივერსიტეტშიც რო ვასწავლო ხო არ გეწყინება და გეტყვის რომ არა კი არ მეწყინება, მე ამაყება პირიქით, მიდი ასწავლე. ესე იგი უკვე ორ დამკვეთიანი გავხდი. ხო? მე ვეტყვი რომ რაღაც სოციალურ პროექტებს აკეთებენ აგერ ჩემი მეზობლები და რაღაცა მანდ რო ჩავერთო ხო არ გეწყინებათ ესე იგი და მეტყვია რომ რას ქვია გვეწყინება, გაგვიხარდება. ეხლა 3 დამკვეთიანი ვარ უკვე. მე 4 დამკვეთიანი ვარ და მე 27 დამკვეთიანი ვარ და მე ჩემი სახელი შორს გავარდება და მე უკვე კონკურენცია იქნება, ესე იგი მე ვის ვეყოლები, ასე ვთქვათ რა. და შეიძლება ისევ დაქირავებულად ყოფნა მინდოდეს, ეგ იყოს ჩემი არჩევანი, შეიძლება ფრილენსერობა მინდოდეს, გააჩნია რა პროფესიაში ხარ, გააჩნია როგორ ხარ, ხო? და ეს ადამიანი თუ წავა იქ სადღაციდან, იცით როგორ წავა, რომ იქ კედელზე გამოაკრან მისი სურათი, ეგრე წავა, წასვლასაც ეგრე აპირებს, რომ იამაყონ და ყველას უთხრან, რომ ეგ ჩვენთან იყო და ჩვენთან აიდგა ფეხი, ესე იგი მაგ არაჩვეულებრივმა სპეციალისტმა თუ მენეჯერმა თუ რაღაცამ, ხო? ანუ, მოკლედ ჩვენ ვამბობთ, რომ თუ თქვენი ვარსკვლავები, ვინც გყავთ, გინდათ რომ ივარსკვლავონ, მოგიწევთ, რომ ამ ხალხს მაქსიმალურად, აი ყველანაირად ხელი შეუწყოთ, რომ კიდევ უფრო გავარსკვლავდნენ, კიდევ უფრო მაგრები გახდნენ, კიდევ უფრო, რა ვიცი, ჯამრთელები, დაალაგებულები, კარგად უზრუნო, არც ვაზნები გაუთავდეთ, რა მოკლედ ხელი შეუწყო მაქსიმალურად. ეს არავის არ უჭირს, იმიტომ რომ იმ ვარსკვლავის იმედი რომ აქვს, იმედიანად ვარ, რომ ეს შეჭამს ხელშეწყობას და ადეკვატურად იზამს. აი იმ კაცმა რო თქვა რომ დაინიშნეთ ხელფასი რამდენიც გინდა, რა ვიცი, იმედი ქონდა რომ მისი ვარსკვლავები ძალიან ადეკვატურ ხელფასებს დაინიშნავდნენ, ასე ვთქვა და იმის ვარსკვლავებია რომ მაგაშიც ქონდა მათი იმედი. ხო? მაგ საკითხში რომ ესე უბრალოდ რაღაც ციფრებს კი არ დახატავენ, შეისწავლიან, იმსჯელებენ, აქედან შეხედავენ, იქედან შეხედავენ. მაგრამ ვარსკვლავების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მაგრამ მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა არის რომ შენ აკყავდეს ჩვეულებრივი ადამიანები და ავარსკვლავებდე. ანუ ყველა ორგანიზაცია მუშაობს, მოგება ორგანიზაციის იქმნება ჩვეულებრივი ტიპის გავარსკვლავების პროცესში. ანუ ვიყიდი ჩვეულებრივ ტიპს და ისეთ ნიადაგზე გადმოვრგავ, რომ აქ გავარსკვლავდება, მოისხამს ვარსკვლავურ შედეგებს და მე მოვკრიფავ ამ ვარსკვლავურ შედეგებს.
და დარგული მყავს ჩვეულებრივი ადამიანი. ოღონდ ძალიან კარგ ნიადაგზე. მოკლედ ჩვენ ვამბობთ ესეთ რამეს, რომ შენ თუ გინდა რომ კომპანია იყოს წარმატებული, შენ მოგიწევს ერთი ძალიან ფრთხილად ხალხის აყვანა, ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ ძალიან ადვილია რომ არაადეკვატური ხალხი შემოვიდეს ოჯახში და ძალიან ძვირი დაჯდება არაადეკვატური ხალხის მერე გასმა, ასე ვთქვათ, ოჯახიდან და ის შედეგები, რასაც ისინი შექმნიან, სანამ ოჯახში იქნებიან და ჩქარ-ჩქარა შემოვიდა, ეხლა ეგ ორ პირიქარია და გაცივდება ყველა და არ გამოვა, ხო? ამიტომ შემოსასვლელ კარში უნდა იყოს ძალიან სერიოზული ძალისხმევა დახარჯული, რომ ვინ შემოუშვათ ოჯახში, აი როგორც მართლა ოჯახში შემოშვებაზე 100 თვალი და 100 ყური და 100 მეზობელი და 100 ნათესავი. ეს არის აი დაახლოებით ეგეთი ამბავია სამსახურში აყვანა. მერე გაშვებაზე უნდა ვიყოთ ძალიან რადიკალი, თუ დაერქვა გასაშვები, ძალიან სწრაფად უნდა წავიდეს პროცესები, სანამ ეს გადაიზრდება რაღაც კონფლიქტებში და გურილკებში და რაღაცეებში და რაც მთავარია, ეს შუა კატეგორია, მოკლედ უნდა იყოს მუდმივ გაუმჯობესებაში. და მუდმივ გაუმჯობესებაში იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტიპი თვლის თვითონ, რომ თავის თავზე მუშაობს. რომ იძვირებს თავს, ანუ ივითარებს თავს, იძვირებს თავს და მიდის ბედნიერი მომავლისკენ და იმ კედლისკენ მიდის, რომელი კედლისკენაც უნდა. მილიონერების კედლისკენ უნდა, მაშინ მილიონერების, დოქტორების კედლისკენ მიდის. ცნობილი ხალხის და სოციალურად დაფასებულების კედლისკენ უნდა, მაკეთ მიდის. წიგნ გამოცემულებისკენ უნდა, მაკეთკენ მიდის. რა ვიცი, უბანში დაფასებულებისკენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოჯახზე საკმარის დრო დათმობილის კედლისკენ უნდა, მაკეთკენ მიდის და ასე შემდეგ რა, ხო? ანუ ჩვენ თუ მოვახერხეთ, რომ ვიპოვეთ სინდისიანი ხალხი, ამ სინდისიან ხალხს შეუქმნით ისეთი გარემო, სადაც ისინი გრძნობენ, რომ ყოველ დღე მათი ოცნებები ახლოვდება, ასე ვთქვათ, ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, შრომის და გარჯის და დისციპლინის და ყველაფრის ფასად, მსხვერპლის გარეშე და უეკლოდ არ იქნება, ეს ხალხი სულ გავარსკვლავდება და მაქსიმალურს გააკეთებს. ეხლა ჩვენ დროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ეს საკითხი, მოკლედ ჩვენ გვაქვს მენეჯმენტის განმარტება და გვაქვს ლიდერობის განმარტება. და განმარტება არის ესეთი, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ მენეჯმენტი ეწოდება იმ ყველაფრის კეთებას, რის შედეგადაც ადამიანი შეასრულებს თავის მოვალეობებს. ანუ მენეჯმენტის მიზანი არის, რომ ადამიანმა რაც ევალება, კეთილსინდისიერად შეასრულოს. ეხლა იქ სტანდარტი ყოფნის წარმატებას კომპანიის თუ არ ყოფნის? არ ყოფნის, მაგაშია საქმე, რომ ისეთი დრო დადგა, რომ ხალხმა რომ თავის მხოლოდ კეთილსინდისიერად რო შეასრულონ რაც ევალება, დავიღუპებით. ხო, იმიტომ რომ სტაგნაცია და თან ეგეთი job description-ი არ არსებობს ხალხო, რომელიც ყოველდღე ხო არ მოისხამს ის job description-ი, ხო არ გაიყლორტება, ხო? და ყოველდღე იცვლება გარემო და ყოველდღე მოლოდინი იცვლება დამკვეთის, ყოველდღე იცვლება სტანდარტი, ყოველდღე ან უნდა გქონდეს job description-ების ქარხანა და HR-ში იმდენივე ხალხი უნდა მუშაობდეს, რამდენიც დანარჩენ კომპანიაში და ეგ შეუძლებელია, ვერ ვარჩენთ მაგდენ HR-ს, ასე ვთქვათ, ან კომპანიის job description-ის ბოლო სტრიქონში ეწერება, რაც თქვენ გიწერიათ. რა გიწერიათ ბოლო სტრიქონში? დასხვა. ხო და დასხვამ რომ იმუშაოს, ჭირდება ადამიანის მონდომება. იმიტომ რომ დასხვათი სამსამართლოში ვერ წაიყვან. დასხვა მუხლით სასამართლოში ვერავის ვერ წაიყვან. იმიტომ რომ იტყვის რომ მე ეს დასხვა მეგონა, შენ სხვა დასხვა გეგონა? ხო, დაგეწერა მაშინ და აგეხსნა ჩემთვის, რომ დასხვაში შენ იმას გულისხმობდი და მე ამას გულისხმობ. ასე ცალკბად რო გავუღიმო დამკვეთს, ესე? ეგ არის გულისხმება და მე მეგონა ეგ იგულისხმება. უნდა მოვაშტოთ ხოლმე? არა, ვერ მოვაშტობ, შეუძლებელია რა. შეუძლებელია. უბრალოდ თუ არ შეხვედი ლიდერობაში, მოკლედ მენეჯმენტი ჩვენ ვამბობთ, რომ მაგის მეც ვერ აკეთებს. და ლიდერობა ეწოდება ისეთ გარემოს და ისეთ ქცევას, სადაც ადამიანი რაც ევალება იმას კი არ აკეთებს, რაც შეუძლია იმას აკეთებს. ანუ თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს
თუ აკეთებს ადამიანი, ანუ შენ რო დაიბრალო ლიდერობა, მე წავალ და შენ ხალხს ვეტყვი, რომ მაქსიმუმს აკეთებ და მეტი არ შეგილია. და რავი, თუ თქვა ტიპმა, რომ აი ხვალ კიდე მეც გავაკეთებ და ზეგ კიდე მეც, ხო? და მე ვეტყვი, რომ მაგაში ნიშნებს გიწერენ და ხელფასებს გიმატებენ და იტყვის, რომ არა, არ არის ეგრე. ჯამში კარგად მიდის ჩემი საქმე, მაგრამ ეგრე რო ყველაფერში რასაც ნაბიჯს გადავდგამ, ესე იმით ყულაბით და წამზომით არავინ არ დამყვება. ეგ არის ისეთი გარემო, სადაც ადამიანი ამბობს, რომ მე მინდა რომ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი. ლიდერი შეიძლება იყოს თლად, კარგი მენეჯერი შეიძლება არ იყოს. გამოვიწყო. ერთი რომ ლიდერობას მენეჯმენტი საერთოდ არ ჭირდება, შეიძლება იყოს რიგითი თანამშრომელი, რომელიც არის ლიდერი. და იმ რიგითის ხათრით ხალხი იმის გვერდზე მჯდომი ხალხი უკეთესდება. მაგაში არაფორმალური ლიდერობის ძალა ეს არის, რომ თქვენ გყავდათ ნათესავი, რომელიც ესე იგი იქ რო იყო და რო არსებობდა, თქვენ უკეთესები გახდით და არც უფროსობის ნებართვა ქონდა თქვენზე და არც ჭუას გარიგებდათ და არც გჯიდათ და არც კუთხეში გაყენებდათ. მოკლედ არსებობენ ადამიანები, ვისი ეს presence, ასე ვთქვათ, ვისი გამოსხივება, ასე ვთქვათ, აი ფასეულობრივი და ცხოვრება. ხო, აი ავტორიტეტიც ოღონდ, აი ავტორიტეტი კიდე authority-სკემია, აი მაგალითი რა, მოკლედ. ხო და ხო, აი შეიძლება ეგრე შეხედო და შეიძლება სხვანაირად შეხედო, ასე ვთქვათ, რა, შეიძლება ეგრე შეხედო, უფრო კონტაქტური ლიდერშიპით შეხედო და შეიძლება თქვა, რომ რა ვიცი, აი არსებობს ერთი ის ამოვიწერე talking into existence. ესეთი ფრაზა არის, რომ ადამიანს როგორც ელაპარაკები, ისეთი ხდებაო. ესე იგი, თქვენ თუ ეტყვით თქვენ შულს, რომ ზარმაცი ხარ, ერთ დღეს დაგეთანხმებათ. და იტყვის, რომ იცი რა, მართალი ხარ. და მირტყამს ზარმაც და მეყოლე ვარდივით. დაამთავრდა შენი ამბავი. შემდეგ ვერაფერს ვეღარ გააკეთებინებ, იმიტომ რომ და შენ შეულოცე. შეძახილმა ხე ხო გაახმო და შენი გამხმარია ეგ ხე. იმდენი ეძახე ზარმაცი, რომ ერთ დღეს დაგეთანხმა. ხო? ესეთი ფრაზა იყო if you treat your workers like children, ანუ თქვენ თანამშრომლებს თუ მოიქცევით როგორც ბავშვებს, მიიღებთ ბავშვის შრომას. აი child's work. აი ბავშვებივით იმუშავებენ და ბავშვებივით მოიქცევიან. იმიტომ რომ ბავშვებივით ვექცევით, ესე იგი რაღაცებს უგზავნავთ და ისა პატარები არიან და ის არიან და შესაბამისად მოიქცევიან, ხო? და არსებობს მაგის საპირისპირო და მაგის საპირისპიროს მაგალითად ჩემი ცხოვრებიდან გეტყვით, ესე იგი დეიდა ჩემი არის არქიტექტორი და ერთ-ერთი სამაგალითო ჩემი ადამიანი ცხოვრებაში და მე ვიყავი 10 წლის ან 9 წლის თუ 10 წლის დაახლოებით მაგხელა და დეიდა ჩემმა მითხრა ძალიან კარგად ხატავს, ხაზავს, ანუ ის არის არქიტექტორია რა. და მითხრა რომ ისაო, ხელმოწერა როგორი გაქო? მე მკითხა 10 წლის ბავშვს მკითხა რომ ხელმოწერაო როგორი გაქო და მე ვთხარი რა ვიცი რას ნიშნავს მეთქი რა ხელმოწერა მაქვს თქო და აი შენ სახელს და გვარს ხო აწერო როეულებს რაღაცებს სკოლაში კი ვაწერ მეთქი ამომა ჩვენი როგორ აწერო და რა ვიცი ჩვეული ბატი ფეხური ის მქონდა ძალიან ცუდად უწერდი ანუ ხელწერა ცუდი მაქვს ეხლაც და ეს ბატი ფეხური სჯეჯელავა თუ აჯეჯელავა არ ვიცი ალექსანდრე მქვია და მოკლედ ისა ესო არ ვარ გავდეიდა ჩემო თქვა და თქვა რომ მე შენ გაგიკეთებო ხელმოწერასო იმიტომ რომ შენ დიდი კაცი გახდებიო და კარგი ხელმოწერა დაგჭირდებაო ესე იგი და წავიდა და გაშალა ესე იგი თავისი ისა და იმუშავა და გამიკეთა ხელმოწერა ესე იგი და 10 წლის მეს ესე გადმომილოცა ეს ხელმოწერა მაქვს ესეთი ძალიან კაპიტალურად ნამუშევარი ესე იგი რომ აი როგორ უნდა კონკრეტულად ის ჯი როგორ უნდა გამოიყურებოდეს რითიც იწყება ესე იგი და როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეხა ეგრე ზუსტად ალბათ ვერ ვაწერ როგორც არის, მაგრამ იცნობა რა მიხვდებით ეგრევე ის დეიდა ჩემს გაკეთებული უფრო ლამაზი ვერსია, მაგრამ ის არის, ხო? ეხლა ამოცანა გვეკითხება, ესე იგი ჩემ კარიერაში ამ მოვლენამ, ესე იგი იქონია გავლენა თუ არ იქონია და
ხო და მე მგონია რომ იქონია, იმიტომ რომ ეგ ერთადერთი აქტი არ იქნებოდა იმ კაცის ხელფასები რომ დაანიშნინა იმის არ იყოს. ეგ ეგრე არ ხდება, ცალკე გამოყოფილი არ არის და ის დეიდა ჩემი ამ ხელმოწერის ეს უბრალოდ ძალიან ხილული რაღაცაა და კონკრეტულია და რავი, რამდენჯერაც რამე მნიშვნელოვანს ხელი მოვაწერე, ესე იგი იმდენი ეს მახსენდება, ესე იგი და ამაყად და სიამოვნებით რომ მოკლედ თურმე შეიძლება ეგეთი რაღაცა. და ასევე შეიძლება დააკნინო ხალხი. რა ვერ ისწავლეთ, რა დაგემართათ, რა გახდა ეს ისა, ხო? კი ბატონო, ჩვენი ერთ დღესა ჩემი თანამშრომლები გეტყვია, რომ მართალი ხარ, ვერ ვსწავლობ. მე მგონი ჩვენ ვერ ვსწავლობთ და ახლა გვიყურე. ან მე მგონი არა ვართ ჩვენ ძალიან ხარისხზე ორიენტირებულები. დავიჯერეთ უკვე, დავიგეთ. გასაგებია, ხო? და talking into existence არის მაგის საპირისპირო. ეს არის რომ აუცილებლად გამოგივათ. ესე იგი ძალიან მომეწონა ეხა ბოლოს შემხვდა რომ მოკლედ ამერიკული დასავლური ანგლოსაქსური კულტურის ამბავია რომ არსებობენ ტექნიკური ტვინის ხალხი და ჰუმანიტარული ტვინის და ჩვენთანაც ამან გადმოჟონა. ხო? რომ აი შენ სკოლაში გეტყოდნენ რომ ეხა შენ უფრო ტექნიკური ტიპი ხარ და მეორეს ეტყოდნენ რომ შენ უფრო ჰუმანიტარული. ეხა რა ხდება თურმე აზიაში, ესე კორეაში მაგალითად და ჩინეთში. ესე იგი კლასს გატესტავენ ყველას და ეუბნებიან რომ თქვენ ესე იგი ადვილად ისწავლით მათემატიკას და თქვენ ბევრი წვალება მოგიწევთ და ისე ისწავლით მათემატიკას. ეგეთი არ არსებობს. ეგეთი არ არსებობს. ესე იგი თქვენ ბევრი უნდა იმეცადინოთ და თქვენ ნაკლები შეგიძლიათ იმეცადინოთ. ოღონდ ამ ნიჭიერებს ეუბნებიან რომ თქვენ ფრთხილად იყავით, შეიძლება გაზარმაცდეთ ამ პროცესში და ძალიან პრობლემა გექნებათ, ესენი გაგისწრებენ მათემატიკაშიც და ყველაფერშიც. ანუ ესენი მათემატიკას ხო ისწავლიან, ამ პროცესში სწავლას ისწავლიან, დისციპლინას ისწავლიან და მერე ჩაგისვამენ ჯიბეში სულ ყველას, ხო? ხო და მოკლედ, შენ შეიძლება უთხრა თანამშრომლებს, რომ თქვენ ადვილად გამოგივა ეს ახალი ტექნოლოგიის რაღაცა და რა ვიცი, ვიღაცა ძნელად გამოუვა, ანუ გამოსულით ყველას გამოუვა. ხო, იმიტომ რომ არ სხვანაირად არ გამოვა თუ არ გამოვა. აბა ის მეორე ალტერნატივა რა არის, რომ რას ვაკეთებთ ესე იგი. თუ შენ ვერ გახდები კარგი მენეჯერი, რავი, მაშინ აქ არ უნდა იყო და ამიტომ თუ ვერ გახდები კარგი თანამშრომელი, აქ არ უნდა იყო და მე შენ გეტყვი, რომ შენგან თუ ესე იგი შენ თუ ამყვები, შენგან გავაკეთებთ ყველაზე მაგარდებს. ხო? და არ გინდა და რავი, რატო არ უნდა გინდოდა შენგან ყველაზე მაგარი ტიპი რო გავაკეთოთ, ხო? მაგრამ რავი, ამბობენ რომ ფუნდამენტური ხასიათის თვისებები ადამიანის ყალიბდება სანამ ერთკაციან ლოგინზე ეტევა გარდიგარდმო. რა ასაკის ადამიანი ეტევა ერთკაციან ლოგინზე გარდიგარდმო? რა, 5 წლის, 7, ცოტა მოკლე ვერსია თუ ხარ და ცოტა განიერი. არა. 2 საწოლიანზე არ არის ლაპარაკი, 1 საწოლი 90 სანტიმეტრზეა ლაპარაკი. 90 სანტიმეტრზეა ლაპარაკი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ თუ არასწორ ხალხს აიყვანთ, ის უკვე დიდი ხანია არასწორი ხალხია და იმათ თქვენ ვერ უშველით. ხო, ამიტომ ამბობთ, რომ შემოსასვლელ კარში წყდება ძალიან სერიოზული თემა, ვინ შემოვა, ანუ ვინ გახდება ამ ორგანიზაციის წევრი და ვინ არ გახდება ამ ორგანიზაციის წევრი, ხო? აქ მინდა შევეხო ჯენზის. ეხა ჯენზი მოადგა კარს. ანუ ჯენზი არიან 97-დან 2011-ის ჩათვლით დაბადებულები, ანუ ყველაზე ხნიერი ჯენზიები არიან, ესე იგი რამდენი წლის 29 წლის, 28 წლის და ყველაზე ახალგაზრდა ჯენზიები არიან 13-14 წლის რა, ხო? მაგრამ სამსახურს უკვე მოადგნენ, ხო? ეხა 29-ის დიაპაზონი ის არის. ორგანიზაციაში რომ მიხვალ და ჩვენ ხო ვასწავლით მენეჯმენტს და რო იტყვი რომ ჯენზი ძალიან კარგი ხალხია და არაჩვეულებრივი და კარგი თანამშრომლები, შეიძლება გაილახო. მოკლედ შეიძლება ვერ გამოასწრო იქიდან ხალხს. ანუ შეგხვდება ორგანიზაცია, რომელიც დაგეთანხმება და გეტყვის, რომ მართლა ძალიან მაგრები არიან და მართლა კარგები და შეგხვდება ორგანიზაცია, რომელიც იტყვის, რომ ეგენი არის საშინელი ხალხი და მაგათ დაგვაქციეს და დაგუღუპეს. ხო. არა, მე არ მგონია, რომ ვადაგასული და ის არის და ეხა გეტყვით განსხვავება რაში მდგომარეობს. ჩვენი აზრით მივაგენით, ესე იგი რა ხდება ამ ორგანიზაციებში. ეს ჯენზიები არიან ძალიან პრაგმატული ხალხი და თუ წესიერი ადამიანია, კეთილსინდისიერი, პირდაპირ მთქმელია.
ანუ შენ თუ კეთილსინდისიერი ჯენზი მოგივა გასაუბრებაზე და თუ კითხავ როგორ მოგწონს ჩვენი საიტი, როგორ მოგწონს ჩვენი ოფისი, როგორ მოგწონს ჩვენი ისა და რეკლამა, უნდა თქვას რომ საშინლად არ მომწონს. აი საშინლად არ მომწონს. ხო? კეთილსინდისიერი. და ეხლა ლოგიკურია, ხო, გადაგვიარა, მოკლედ ყველაფერი დაგვიწუნა პირობითად. ხალიჩაც დაგვიწუნა, ფარდაც, ისი ფერები ის. ლოგიკური იქნება რომ კითხოთ რომ მე რატო გინდა? მაშინ ვერ გავიგე, ესე იგი, რატო მოდიხარ და ამბობს რომ გავამოვასწორებ და გავაკეთებ. ეგ არის, ასე ვთქვათ, არსად არაფერი არ მომწონს და შენ თუ მე მიმიშვებ რომ გავაუმჯობესო, გავამოუმჯობესებელი ვარ. გამკეთებელი ვარ. რაღაცა შეძლებს, რაღაც ვერ შეძლებს. მამა ღმერთი ხო არ არის? ოღონდ ამ შეკითხოს კი არ უსვამე მაგ კეთილსინდისიერ ჯენზის ეუბნება დაახვეერთი აქე და არ პანჩური ტრაქში და უკაცრავად და წავიდა. ხო? ხო და მე მოდის მეორე და ამბობს რომ ოდიდო ისა მე რო ბავშვები აი აქ რო ჩავივლი მეტანიებს ვაკეთებ და ოცნებობ თქვენთან მუშაობაზე ოდიდო მაგდუ ხო? და ესე იგი ეს შენი ეგო გაიზრდება ეს ჩვენი ეგო და იტყვის რომ რა კარგი ბავშვია კაცო ხედავ თურმე მეტანიებს აკეთებს და მეო იმად არ მიიღოთ რომ ამას წინათ გასაუბრებაზე მისრულებდა ესე იგი ერთი ჩვენი კანდიდატი და ესე არ მიიღოთ მაგრამ გაზრდილი ვარ თქვენ ვიდეოებზეო და ესე იგი ჩემმა ეგომ მოითხოვა რომ გამოსულიყო და აეყვანა სამსახურში რა პირდაპირ ხო სასწაული და მოკლედ ეხლა ამას რო აიყვან მე აღმოაჩენ რომ აფერისტია. ხო და ვაკანსიაში გეწერა რომ აფერისტებს ვეძებთ. ხო, ვინც ესე იგი გვეტყვის რომ ძალიან მოუწონვართ და მოუწონვართ ბავშვობიდან და ყველაფერი მოსწონთ ჩვენი. ხო? ხო და მე აღმოაჩინე რომ არის ორგანიზაცია, სადაც შესასვლელ კარში სიმართლესთან ცოტა ვერ არიან დალაგებული მწარე სიმართლეებთან და ამიტომ კეთილსინდისიერ ჯენზის ესე იგი ახლოს არიკარებენ და ვისაც იკარებენ და მე ის აფერისტი რო აღმოჩნდება, აბა რა აღმოჩნდება, ფილტრი იყო პირდაპირ ვაკანსიაში ეწერა რომ აფერის ჯენზის ვეძებთ. ხო? და მე რა გიკვირს და იმის აფერისტობა მე ქვეშიდან გამოძრომაზე პასუხისმგებლობაზე არ გავრცელდება და იმის მახვილი გონება სხვას ვერ გადააბრალებს თავის გაფუჭებულ საქმეს. ანუ ეგრე ადვილად არ არის რა მოკლედ. ო გაგაწამებს და რა ვიცი, აგირევს სიტუაციას აგირევს და საშინელებას და დაგაბრალებს რაღაცას ადამიანის უფლებით და ნარიყალა ჩენი დანგრეული აღმოჩნდება ბოლოს და ისიც რა ქვია ხო და მოკლედ მაგიტო ამის თქმა მინდა რომ ესე იგი კეთილსინდისიერი ადამიანები გჭირდება, ეს უნდა ვისწავლოთ კეთილსინდისიერი ადამიანების ასე ვთქვათ ამოცნობა, საკმარისი დროის დახარჯვა ამ ადამიანებთან, ამიტომ აი ესე აყვანა და გამოსაცდელი პერიოდი და ისა ესე აღარ უყურებენ რა, მაგიტო წაახალისებს კომპანია თანამშრომლებს რომ წადით ასწავლეთ უნივერსიტეტში, რომ იცოდეთ ეს ტიპი გამოცდისას რა შვება, როცა არ იცის რა შვება, როცა იცის რა შვება, ანუ მოხარშული ვიცოდეთ სანამ ესე იგი ხელს ჩამოვართმევთ რა. თუ არა და ჩავრთოთ პროექტები, გავაკეთოთ კონტრაქტორება დავიყვანოთ, დავასაქმოთ, ჩავრთოთ, ოღონდ ძირითად შემადგენლობაში ჯერ არ ავიყვანოთ, ხო, გქონდეს რაღაცა მეორე, რაღაცა პლაცდარმი, სადაც აკვყავს ეს ხალხი და იქ ვაკვირდებით. და იქ მე აღმოვაჩენთ, რომ აბა ჭორიკანაა თუ საქმიანია თუ კეთილსინდისიერია თუ არა და მე ამ დიდ ლიგაში გადმოვიყვანთ, ასე ვთქვათ, დიდ ნაწილში და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემოსასვლელ კარში ძალიან სერიოზული სამუშაოა და ვინც გაივლის, ასე ვთქვათ, ამ ფილტრს, მე იმათ უნდა მოვექცეთ, მოკლედ, აი უმაღლესი სტანდარტით, ასე ვთქვათ რა. და უმაღლესი სტანდარტით მოქცევას ვერ შეირგებს ხალხი. ვიღაცები აუცილებლად ვერ შეირგება, ვიღაცას აუცილებლად დაუვარდება თავში, ვიღაცას ეგონება, რომ სხვაზე მეტია, ვიღაცა იმას იზამს, ხო? რა უნდა ვქნათ? უნდა ველაპარაკოთ, რა თქმა უნდა, ამისთვის გვჭირდება ფიდბექიანი ორგანიზაცია, გაბუტვა, გამობუტვა არ უნდა იყოს, უნდა დაუჯდეს ვიღაცა და პირდაპირ უთხრას, რომ ეხლა შენ აი ამაზე ესე რო გააკეთე, ეს მოკლედ არასწორია და არ მოვითვენთ ამ ამბავს, არ შეეფერება ამ ჩვენ და შენ არ შეგეფერება, შენ სტანდარტს არ შეეფერება, ჩვენ სტანდარტს არ შეეფერება, ხო? და მოკლედ ძალიან სერიოზული სამუშაოა და ბევრი სამუშაოა რა. უბრალოდ ეხა მინდა დავამთავრო ამითი, რომ მოკლედ მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გვაქვს ხალხო, არის როგორი იცით, რომ
მომგებიანობა, რომელიც ძალიან რთული გასაზრდელია, შემოსავალი არ არის რთული გასაზრდელი, მომგებიანობა რთული გასაზრდელია. არის სამი კომპანიის მაგალითი, რომლებმაც 2 წელიწადში 20%-ით გაზარდეს მომგებიანობა. ანუ იმავე შემოსავალზე გაცილებით მომგებიანები გახდნენ. ეგ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ადამიანი მეტ საქმეს აკეთებს, ან უკეთ ხიდის, ან უკეთ აკეთებს, ან უფრო ხარისხიანად და მერე წუნი აღარ არის. მოკლედ ძალიან ცალსახე ის არის. გვაქვს მაგალითები, რომ კომპანია გაიზარდა 3-ჯერ, ესე იგი იმავე გუნდით 3-ჯერ მეტი საქმე გააკეთეს, ესეთი მაგალითები გვაქვს. გვაქვს მაგალითები, რომ კონკურენციაში, რა ვიცი, რაღაცა 2-ჯერ თუ 5-ჯერ 4.2 იყო რაღაცა ვინგაზომა, მაგრამ კვლევის შედეგია 4.2-ჯერ მეტი შანსი აქვს, ესე იგი კომპანიას რომ აჯობოს კონკურენტებს თუ ამ თანამშრომლებს ესე ექცევა შესაბამისად რა. ოღონდ აი ვის ექცევა, იცით ესე, ვინც შეირგებს ესე მოქცევას და მე უკან აბრუნებს, ასე ვთქვათ, ამ ინვესტიციას, ესე იგი ადამიანურ და ღირსეულ მოპყრობას აბრუნებს ადამიანური და ღირსეული საქმით რა. ოღონდ თავისთვის აკეთებს რა. ანუ ის რომ მე არაეგოისტი ტიპები უნდა ვიპოვო ახლა, ისეთები რომელიც იტყვიან რომ თქვენი ყავით კარგად ზაზაევიჩი და ჩვენ დედაცვატირე, მაგას ვერ აი ტყუილი. ეგ არის ის აფერისტი ხალხი რა, რომელიც სხვა რამეს აპირებს საერთოდ, ხო? ანუ ჩვენ და ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც ამბობს რომ ჩემი ამოცანა არის როგორც მარკეტოლოგის თუ ექიმის თუ იმის რომ გავძვირდე საშინლად ძვირი და პოპულარული გავხდე და ასეთი და ისეთი. და უნდა უთხრათ რომ აგაშენა ღმერთმა შენ რაზეც ოცნებობ ძალიან გავს, ჩვენ რაზეც გვინდა რომ ჩვენი გუნდის წევრი ოცნებობდეს. ხო, ოღონდ ყველაფერი უნდაო სანამ ფასს გაიგებენო. ხო, ეგრე ყველას უნდა, ცნობილიც ყველას უნდა და ბევრი. და შენ ეუბნები რომ რისი გადამხდელი ხარ მაგაში. ხო, აი რას გადაიხდიდი, რომ იცოდე რომ 5 წელიწადში სუპერვარსკვლავი იქნები. გადაიხდი მძიმე შრომას და დისციპლინას და ზედგადაყოლას, გადაგყვები ზედ, რომ გადაგყვეთ ზედ. მოკლედ შემოხვალ მაგ ურთიერთობაში და ვიღაცა შემოვა და ვერ გაკაჩავს, ვიღაცა შემოვა და გაკაჩავს, ვიღაცა შემოვა და თავიდან ვერ გაკაჩავს და მერე გაკაჩავს, ხო? ერთმანეთის გაკაჩინება ეს თარებმა უნდა ამოწიონეს ხალხი. ანუ ეგრე არ არის, უფროსია და ის არ არის. იქ რაც ირჩევა ოთახში და როგორც ირჩევა, იმას აქვს ძალიან დიდი ისა რა. ანუ არ არის ეს მარტო პოლისი, ასე ვთქვათ რა. და ბოლოს ერთი რაც აუცილებლად მინდა რომ ახსენო, არის რომ ერთი, რა ვიცი, მე მგონი 15-20 წელი არის მაქედან გასული, რომ პირველი იყო კორეის ავიახაზები, ესე იგი ესეთი კომპანია, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ employee is the customer. ანუ ჩვენი კლიენტი არის ჩვენი თანამშრომელი. და ვატყდა ამბავი, იმიტომ რომ ისეთი დრო იყო, რომ რას ქვია, კაცო, კასტომერი არის მართალი და ამან თქვა, რომ მოკლედ ჩემი თანამშრომელი არის ჩემი კასტომერი და მე ეს ძალიან გაძლიერდა და წამოვიდა და იგულისხმება, რომ ჩემმა თანამშრომელმა თუ იყიდა იდეოლოგიურად, რასაც მე ვყიდი. აი ის ფასეულობები, ის მიდგომა, ის ბრენდი, ის მერე ისე გააკეთებს, ესე იგი, რომ ის უკვე მერე საბოლოო, მოკლედ პირველი ვისაც უნდა მივყიდო ეს ჩემი ყველაფერი იდეოლოგია არის აგერრომიზის ყოველდღე ის ადამიანი და ეს თუ არ ყიდულობს, ის რანაირად იყიდის. ხო? და აი employee branding-იც მაქედან მოდის, რომ თავის ახლობელს ურჩევს ჩვენთან მოსვლას როგორც კლიენტს, ურჩევს როგორც თანამშრომელს, თვითონ თუ არ არის კმაყოფილი, თვითონ თუ არ აქვს კმაყოფილება იმითი, რაც იყიდა, ასე ვთქვათ, როგორც სამსახური. რავი, სხვას არ ურჩევს და ეხლა სხვას თუ არ ურჩევს, ესე იგი ორმაგი სტანდარტია და ჩვენ უნდა მოგვაჩვენოს, რომ ვითომ კმაყოფილია და ასე შემდეგ, ხო? მე მაგ ერთი კითხვა თუ შეიძლება. მე მოვისმინე ერთი თქვენი ვიდეო, სადაც ამბობთ, რომ გასაუბრების დროს ყველაზე მეტ ინფორმაციას კანდიდატის შესახებ მაძლევს ისეთი კითხვა, როცა ვეკითხები, რა არის თქვენი ჰობი? და რომ დავფიქრდი და მეც მიყვარს ეს, მე HR-ი გახლავართ ერთ-ერთი ორგანიზაციის, მართლა ძალიან ბევრი ინფორმაციას მაძლევს ამ ადამიანის შესახებ, თუ სპორტით არის რაღაც დისციპლინა, თუ რაღაც ბევრ თვისებებს ვიჭერ.
ეს ამ ტიპის აი ყველაზე ესეთი რელევანტური სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ აი კანდიდატის შერჩევის პროცესში ხშირად ვამბობთ, რომ არასწორად შერჩეული და სინდისიანი კანდიდატი. ამას ვერ გავზომავთ ინტერვიუს, რომ ძალიან რთულია. აი ეს ყველაზე უფრო ისეთი კითხვა, შესაფერისი კითხვა, რომელიც შეიძლება დაუსვათ კანდიდატს, რომლითაც აი ამ კეთილ სინდისიერებას ამოვიცნობთ, გარდა იმისა, რომ დაუსვათ რაღაცა სიტუაციური ანალიზის кейს შევთავაზებთ. აი რა არის ყველაზე ამოცნობადი, აი წაკითხვადი, როგორ წავიკითხოთ ეს კანდიდატი. დავიწყოთ იმითი, რომ და GPT-ებადი, მოკლედ, ესე იგი, დაგუგლული მოხვედი ხო გახსოვთ, ესე იგი, კანდიდატი მოდის დაგუგლული და GPT-ებული. კი, კომპანიის კითხვებიც იცის, ისიც გაკითხული აქვს, რომ ამ კომპანიაში რა სვამენ წინა კანდიდატთან ალაპარაკებენ, მოკლედ ძალიან მომზადებული. რასაც ვერავინ ვერ აყალბებს, ასე ვთქვათ, არის თავისი ამბები. მოკლედ, ჩვენ და მოვახერხოთ, რომ ადამიანს უთხრათ, რომ დაიწყე, ესე იგი, მომიყევი. შენ შესახებ მომიყევი. CV-ში რაც წერია არ მომიყვე, შეიძლება გქონდეს კითხვები, რითი ამაყობ. რა ვიცი, რაღაცა რა მოგწონს, რა არ მოგწონს, აბა რა ხდებოდა. ხანდახან ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეგეც ხო შაბლონური კითხვაა და შეიძლება ეგ გქონდეს ChatGPT-ებული. იცი რას აკეთებენ, რომ რომელიღაც ეპიზოდზე კანდიდატის ცხოვრებიდან იწყებენ ჩაღრმავებას. რომ აი იქ როგორ იყო, ეს როგორ იყო, ეს როგორ კეთდებოდა, კონკრეტულად რა სოფტში აკეთებდით, როგორ აკეთებდით, მერე რა მოხდა, რა არ გამოგივიდათ, გაიწელა თუ დროულად გაკეთა და მოკლედ ეგეთი აი ლაივში რო იგონებდეს ალტერნატიულ რეალობას პრაქტიკულად არავის არ შეუძლია რა და ამიტომ აი ეს რაღაცა იმით შეწეპებული ისტორიები ასე ვთქვათ მოკლედ დაიშლება ჩვეულებრივ რა და მაგალითად მე ძალიან მიყვარს შეკითხვა ესე იგი სუსტი აი ეხლა რა სისუსტეზე მუშაობ მაგალითად რაც არის შენი სისუსტე პროფესიული და ცდილობ რომ გადალახო რა და ეს შეკითხვა მე იმიტომ მომწონს ახლა თავიდან წამოვა სიყალბე რა თქმა უნდა იმიტომ რომ რაღაცნაირი აი ვითომ სისუსტეებს გეტყვია რომ აი ძალიან გულთან ახლოს მიმაქ საქმე და რაღაცეები რიჟა ბაზარია მოკლედ ღალიბასი ქართულად ხო და მოკლედ ვეუბნები რომ ეგ არ გვინდა ეგ გამომტოვოთ ახლა და მართლა მაინტერესებს მართლა ნაკლი თუ გაქვს ხო და ეხლა ნაკლი არ მაქვს პროფესიულ კონტექსტში გეუბნები რაზეც მუშაობ რა ცდილობ რომ გააუმჯობესო ხო მერე ცოტა რეალურს მოგცემენ ოღონდ პატარას და კიდე თუ ჩაეძიები რაღაცებს მიადგები და ყველაზე თავის დაფასებულ კანდიდატები იმ ხელა ნაკლს ჩამოდიან უცებ რომ შეგეშინდება ასე ვთქვათ და ლოგიკა იცი როგორია რომ ეს ადამიანი ესე წყნარად ამ ხელა ნაკლს თუ ჩამოდის ესე იგი იმას საპირწონედ რაღაცას ასწავლები აქვს ასე ვთქვათ რომ მაგას ხო კარგი შემფასებელი უნდა ამავდროულად რა შენ არა ხარ და შეიყავი კარგი შემფასებელი ხო მაგრამ ჩემს გარდა სხვაც არის პირობითად და შეკითხვა რა არის რომ სხვა როგორ გავხადოთ სხვანაირი აი ესეთი გულწრფელობა თავისი ნაკლების შესახებ ჩემთვის მისაღებია და ვიღაცა სუბიექტურად სხვანაირად აფასებს. ყველა ჩემნაირად ხოლშია პირობითად ჩემნაირად. არა, შეკითხვა არის შენ ესაუბრები კანდიდატს. მე ამ შეკითხვაზე ვსვამ და სხვები სად არიან ამ დროს. შენ და კანდიდატი ხარ. ხო, ეს არის შეკითხვა რა. და მე კანდიდატს ვეუბნები რომ მითხარი თუ შეიძლება რა ნაკლი გაქვს ან მომიყევი რითი ამაყოფანი როგორ გავხადოთ სხვები უკეთესი მენეჯერები რომ სწორი შეკითხვები დასვან ახლა დღევანდელ თემასთან არაფერთან კავშირში არ ვერავის სწორს ვერ გახდით და ვერავის უკეთეს ვერ გახდით თქვენი თავის გარდა ანუ აბსოლუტურად ვერავის ვერ შეცვლით თქვენი თავი შეგიძლიათ შეცვალოთ რა და მაგას ვამბობ რომ შენ თუ საჭე გიჭირავს ხელში შეგიძლია უკეთეს მძღოლი გახდე და მაშინ ორგანიზაცია უკეთ იulis და საჭე თუ არ გიჭირავს ხელში და ამბობ რომ მე კი ვატარებდი ამას კარგად, მაგრამ საჭე არავინ არ მომცა, მაშინ ცხენი უნდა გყავდეს შეკაზმული და იქ წადი, სადაც საჭეს მოგცემენ. და თუ შენ ისეთ ადგილას დარჩი, სადაც საჭე არ მოგცეს, ესე იგი ხელი გაქვს მოწერილი, რომ საჭე არ გქონდეს და იწუწუნო, რომ სხვების ბრალია სიტყვაზე და ეხა ეგ ამправებაა და მოკლედ მაგას ის არა აქვს. ძალიან ხშირად, აი ყველაზე ცუდი კანდიდატის პროფაილი არის, რომ იქ რატო არ გამოვიდა რაღაცეები და იმათი ბრალი იყო, აქ რატო არ გამოვიდა და აქ ამათი ბრალი იყო, იქ სახელმწიფო ის იყო იქ ბიუჯეტი არ იყო, სულ სხვისი ბრალია ყველაფერი მათ ცხოვრებაში. ყველაფერი მათ ცხოვრებაში სხვისი ბრალია. ხო? და ეგ არის, აი როგორ გითხრა, 99% ადამიანების, ასე ვთქვათ, მაგ სამყაროში
ცხოვრობს, რომ მათი ბრალი არ არის არაფერი, ხო? აი, ესე იგი, რავი, თუნდაც აი პოლიტიკური ვითარება, ხო, ეხ ყველას გული გტკივა რაღაცაზე და ვიღაცა რომ გაილაშქრებს, ესე იგი, სუფრასთან იტყვის, რომ აი ასეა სწორი. მე ვეუბნები, რომ რომელ სოფელში იყავი და რომ სად დაარწმუნე ამ მომრჩევლები მითხარი. რომ ეგრეა. არსად არიყავი, შენი მანქანაში ზიხარ და მუსიკას უსმენს სასიამოვნოს. ეხლა ნუ აქ ნუქადაგებ თუ შეიძლება. ხო, ან იმოქმედე, ხო? Do what you can where you are with what you have. სადაც ახარ და რაცა გაქვს, იმითი იმოქმედე. და აი მაგითი დავინახავ მაგ კუბიკებით რა აშენე და მე დიდ კუბიკებს გიყიდით, ესე იგი უკეთეს კუბიკებს ჩაგაბარებთ, თუ პატარა კუბიკებით რაღაცას ააშენებთ და თუ შენ ამორო ეს რანაირი კუბიკებია და ეს რანაირი ის დამირიგდა, რანაირი დაგირიგდა და რანაირსაც იმსახურებ. ყველას აქვს ისე ცხოვრებაო, ცოტა ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ მე ამის იმჯერა, ყველას აქვს ისე ცხოვრება, როგორსაც პროფესიული, მე ვიტყვი პროფესიული, რომ იმაში არ გადავიდეთ, როგორსაც ხელი მოაწერა. ხო, იმიტომ რომ ხელი მოაწერა. გავიგე, რომ თავიდან შეიძლება არ გეგონა ეგეთი. მე ხო გაიგე, რომ ეგეთია. ეხლა რას უზიხარ? ცხენი არ შეგიკაზმია და ვინმეს უნდა შეეკაზმა შენი ცხენი შესმაგივრად? არავის არ უნდა შეეკაზმა. შენ LinkedIn პროფაილი ვინმეს უნდა ეკეთებინა, შენ მაგივრად ესწავლებინა უნივერსიტეტში რომ სახელი გაგეთქვა, ან ვიდეოები ჩაეწერა და სტატიები ეწერა შენს მაგივრად სხვას. ვინც გააკეთა კი არის კარგად, იმაზე არ ინერვიულოთ. ხო? და რა ვიცი, რა ვიცი. აი ნებისმიერი თქვენგანი, ახლა აქ ისეთ გამოცდილების ხალხია, აი აქ უნდა იჯდეს და უნდა აზიარებდეს. ხო, აქ იჯდეს თუ იქ იჯდეს, მოკლედ რაღაც რეალობაში და რავი, ვიღაცა იტყვის. ან გააკეთე რამეო რომ დაწერად ღირდესო და ან დაწერე რამე რომ წაკითხვა ღირდესო. აი დაახლოებით ესე იგი, ან ისეთ რამე უნდა მოიმოქმედო რომ ვიღაცამ დაწეროს შენ შესახებ, ან ისეთ რამე უნდა დაწერო რომ ვიღაცამ წაიკითხოს. დაწერო, ეხა პარტე გაგებით, თუ გინდა ვიდეო გახადე და გინდა გადაცემა და გინდა რაღაცა რა. ხო და მოკლედ არის ორნაირი ხალხი, ერთნაირი ხალხი არის ძალიან ამბიციური და შორს მიმავალი, კარგი მაგალითია სხვათა შორის ჩემმა შვილმა დამირეკა. ჩემი შვილები ნაკლებად მეკითხებიან, ესე იგი ჭკუას ვიდრე სხვის შვილები, როგორც წესია. ხო, დამირეკა და მოკლედ მაგარ შარში ვარო და რატო მეთქი და გასაუბრებაზე ვაპირებო წასვლასო, ანუ უფრო პატარა კომპანიიდან იმავე დარგის უფრო დიდ კომპანიაში უნდა გადასვლა და საერთაშორისოში და მოკლედ ხვალამაქო გასაუბრებაო და გავიგეო რომ ესეთ კითხვას სვამენო იქ თურმეო რომ გაიკითხა გამოიკითხა რომ 5 წელიწადშიო რას აპირებო რა ანუ რა სათხედავ შენ თავს ხო არის ეგეთ შეკითხვა სტანდარტული ხო და პანიკაში ვარო და ვაპირებ რომ საერთოდ არ წავიდე გასაუბრებაზეო რა იმიტომ რომ ესე იგი ტყუილს არ ვაპირებო, რომ უთხრა რომ თქვენთან ვარ და ოდიდო მაგდუ და რაღაცაო და რომ უთხრა რომ თქვენთან ნახდათ არ მუშაობ 5 წელიწადშიო შეურაცხყოფა მგონიაო და მაგისტვის რატო უნდა წავიდეო რომ ეგ უთხრაო და შენ რას ფიქრობო და მე ვთხარი ახლა მე ეგ ხალხი მგონია ჭკვიანი და კარგი ხალხი, ესე იგი ეს ორგანიზაცია და თუ მართლაც ესეა ისინი არ ყვევენ შენ რამე გეგმა გაქვს თუ არა მათთან დაკავშირებული გეგმა გაქვს თუ არა კი არა საერთოდ გეგმა გაქვს სადმე მიდიხარ როგორც ადამიანი თუ არსად არ მიდიხარ ხო და ამიტომ მეთქი ტყუილი რო არ გინდა ძალიან კარგია მიდი ჩემი რჩევაა და უთხარი რასაც აპირებ კონკრეტულად მივიდა მეორე დღეს კითხეს რომ 5 წელიწადში რას აპირებო ამან უთხრა რომ გერმანიაში ვსწავლობ ბიოლოგიაზეო და უთხრა აგაშენ აღმერთვა მოგწანდიო ხო და ეს არის ორგანიზაცია რომელიც ეუბნება რომ ვისაც 5 წელიწადში გერმანიაში ბიოლოგიის სწავლა უნდა ის ჩვენ გამოგვადგება ამ შუალედში ხო იმიტომ რომ ის გერმანიაში მიდის თავის აქ მუშაობი და ძალიან მალე გადაიყვანეს გერმანელოვან პროექტში და ჩემი შვილი ამბობს რომ წარმოიდგინე გერმანულს მასწავლიან და თან ხელფასს მიხდიან ხო ესე გამოდის ხო და ნუ საქმესაც აკეთებს და ისა და მადლიერია და ძალიან მოწონს და რავი ახლა შეყვარებული გაიცნო თავისი და მოკლედ კარგი ორგანიზაცია ახერხებს რომ ძალიან მაგრა მოგთხოვოს და ძალიან მაგრა დაკიფასოს ასე ვთქვათ აი ეს ორი ერთად გააკეთოს და მოგთხოვოსში არაფერი არაჰუმანური არ ურევია რა აი ჩვეულებრივ რომ არ ვარგა აი ეს გაკეთებული არ ვარგა ეს კარგია და მე ველოდები შენგან უფრო მაღალ სტანდარტს და რატო ველოდები აი ჩაგხედე თვალებში
ის არის დანანჯაია ჰატიარაჩი, ესეთი უცნაური სახელი და გვარი აქვს, სოფლიო ჩემპიონია public speaking-ში 2014 წელს გახდა, საქართველოშიც იყო ჩამოსული და ცნობილი სპიჩი აქვს, ერთი და იგივე სიტყვით გამოდის ყველგან სადაც დადის და I see something in you. ესე ქვია ამ სპიჩს და ძალიან გირჩევთ ნახეთ, ესე იგი მოგეწონებათ, რომ მოკლედ ტიპი ყვება როგორი გავლენა ქონდა მასზე, სხვადასხვა ადამიანი ეუბნებოდა თავის ცხოვრების განმავლობაში, რომ რაღაცას ვხედავ შენში, მაგრამ აი არ ვიცი რა არის, მაგრამ რაღაცას ვხედავ. და ესე იგი ეს ტიპი როგორ მოტივირდებოდა ამითი, რომ ესე იგი ვიღაცამ თუ ჩემში რაღაც დაინახა პოტენციალი, ესე იგი არის მართლა, ხო? იმიტომ რომ ეხა ახალგაზრდა ადამიანს თვითშეფასების პრობლემა აქვს და ზოგადად კეთილსინდისიერ ადამიანს აქვს ხოლმე თვითშეფასების პრობლემა და ისეთი ორგანიზაციაც ბევრია და ისეთი მენეჯერი, რომელიც აი მაგაზე თამაშობს, ასე ვთქვათ, რომ შენ გქონდეს აი თითქმის გამომცხვარის თვითშეფასება. და მაგაზე იმაშვება რა, ანუ თავის ფაში მაყიდინაო, ესე იგი ესეთი ის იყო ებრაელმა თქვაო, რომ ქართველიო თავის ფაში მაყიდინაო და მას როგონია იმ ფაში გამაყიდინაო. ავშენდებოდიო და ესე იგი მე ხო ცოტა საწყენია რა თქმა უნდა ეს ისა, მაგრამ მე ჯერ ერთი დავამატებდი რომ ქართველი კაცი თუ გინდა რომ აშენდე და მე მგონი რომ ქართულ ქალზე შეიძლება გაკოტრდე მაგ მეთოდით. ანუ თავის ფაში რო იყიდო და თვითონ როგონია, იმიტომ რომ მე სტაბილურად ვხვდები ქართულ ქალებს, რომლებიც არიან ობიექტურად უფრო მაგრები, ვიდრე თვითონ გონიათ. და ეს აღზრდის სისტემის ის არის თუ დედა არაქებდა თუ რა ხდებოდა, მოლე რაღაცა ხდება რა. ზოგადად შექმნილი მდგომარეობის და ხო. კი, აღზრდის სისტემა, რომ მე ჩემშვილი ძალიანაც გვაქებდა, მაგრამ გარეთ გამოვედით და მაგ კაცებმა თქვეს მე მგონია, მე რომ მივადგები საქმეზე, ესე იგი აღმოჩნდება, რომ დედა ამბობდა, რომ საქმე მან შენ მან გამოგაჩინოს, ესე იგი და რაღაცა და მე ჩემშვილს არ შევაქებ და სხვამ შეაქოს და რაღაცა, ეგეც ბევრია თქო, იმას კი არ ვამბობ, რომ მანდა მაინც ეგარ, მაგრამ ეგეც ბევრია რა. ხო და მოკლედ რას ვამბობ, იცი, რომ მე თუ ვხედავ რომ შენ ხარ აი მაგ რაღაც მდგომარეობაში, მე უნდა ან ის ორგანიზაცია უნდა ვიყო, ვინც მანდ ვიხეირებ მაგ ტერიტორიაზე და სულ გინარჩუნებ და ცოტა თავს რო წამოწევ, ცოტა ჩაგაკუნებ და ცოტა ჩავს რო ჩაწევ, ცოტა სამოგწევ, ანუ არც მინუსებში მინდა წახვიდე და არც პლუსებში. ხო? მაგრამ ჩვენ რასაც ვამბობთ აქ, ვამბობთ, რომ ის თუ გამხეცდა, სანამ გაგვიფრინდება, მანამ სასწაულებს გააკეთებს აქ. და რო გაგვიფრინდება და კარგ ადგილებში თბილ ქვეყნებში რო გაფრინდება, ჩვენც ვემახსოვრებით, ასე ვთქვათ, რა ძალიან პოზიტიურად და ეგ ძალიან ბევრი მაგალითია, ასე ვთქვათ, მასე იმისი, რა ქვია, ის რო არის რაღაცა ხუმრობაც არ არის, რომ ფინანსური დირექტორი ეუბნებაო გენერალურ დირექტორს, რომ კაცო ამ ხალხსო რო ვასწავლითო, ფულს რო ვხარჯავთო, მერეო რო წავიდნენ,ო და იმან უთხრაოდა რომ არ ვასწავლოთ და რო დარჩნენ,ო ხო, ეგ არის ხო ალტერნატივა, რომ ბანძები რო ყავდეს და რო დარჩნენ, მე რაღაც ვიხეირებთ. ამადგან რა გაკეთდება ესე, ცხრები თუ გეყოლება, შეიძლება გაფარსო და ბალიშები გააკეთო, სხვა არაფერი არ გაკეთდება და ისიც საბოლოო ჯამში არ გამოვა, ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ის გაფრინდება, ესე იგი არწივებს თუ დავსდით, არწივები გაფრინდება. როგორც ჩვილები გაფრინდებიან, ასე გაფრინდებიან ჩვენი თანამშრომლები. ოღონდ ორგანიზაცია ძლიერდება ამ პროცესში, იმიტომ რომ გაფრენილი არწივების კედელი გვექნება. და გაფრენილი არწივების კედელზე დიდი მოტივატორი პატარა ნორჩი არწივებისთვის უბრალოდ არ არსებობს. ეს ალბათ იმ შემთხვევაში როცა გააჩნია როგორ მიდის თუ რაღაცა ხო რა თქმა უნდა. ეგეც როგორი საკითხია, იცი რომ როგორ მიდის, აი როგორც მიდის, სადაც დაადრამატულეს წასვლა, დრამატულად მიდის ხალხი. სადაც მშვიდობიანი გახადეს წასვლა, მოკლედ მე ვთვლი გულწრფელად და ტრენინგებზეც მაგას ვამბობთ, რომ სამსახურში მოსვლა, წასვლა ვიგივდება ავტობუსში ასვლა-ჩასვლას. ვაიმე ჩადიხარ, უკვე ჩადიხარ, ხო, კაცო, აქ მივდივარ და აბა არ ჩავიდე, გამოყვეთ სადღაც იქა და არ მოვდივარ, იქ არ გადამიხდე არა, გარონც გადაგიხატოს, კაცო, აქ მივდივარ და სად გამოყვეთ? წრეზე გამოყვე, ვიკატაო თუ რა ვქნა. ხო და ამიტომ თუ დრამას ამოიღებ მაგედან და დრამას ამოიღებ იმ შემთხვევაში, პირველი, თუ ისეთი ხალხი ყავს, რომ იმათი ხორცი იჭმევა, ანუ ცხენი შეკაზმული ყავთ და ყავთ
პროფესიულად და შეუძლიათ რომ სამსახური იშოვონ, მაშინ მათი არც გაშვებაა დრამა და არც დატოვება და არც არაფერი, არც მათთვის არის დრამა ისა. მეორე არის სახის შენარჩუნება, რომ გამომიშვეს სამსახურიდან, არ გამომიშვეს სამსახურიდან, რა ვიცი, 80 ზუსტი აღრიცხვა მაქვს, მთელი ჩემი ესე 30 წელი გახდა წელს, ჩემი კარიერის გაშვებული ხალხის 84 ადამიანი მყავს გაშვებული სამსახურიდან. შემცირებებს და რესტრუქტურიზაციებს არ ვითვლი, ეგრე ბევრი იქნება, მაგრამ აი რომ დაუჯექი ადამიანს და ველაპარაკე ერთ-ერთზე, რომ მოკლედ მე ვრჩები და შენ მიდიხარ, ასე ვთქვათ, აი ეს საუბარი მქონდა 84-ჯერ. და ამ 84 ადამიანიდან 83-თან მაქვს კარგი ურთიერთობა და 84-ს დავიმატებ Facebook-ზე, წამშლის დავიმატებ, მე ვცდილობ და ახლა იმან ვერ ყველას ერთი და იგივე უთხარი და არ ვეხები ღირსებას და ვეუბნები რომ მოკლედ არის ეს იგი. შეიძლება თვლიდე, შეიძლება სხვაებიც თვლიდე, მაგრამ საქმე რაშია, იცი? სამსახურიდან გაშვებაში ყველაზე მტკივნეული არის სახის შენარჩუნება, არ შენარჩუნება, რომ აი მეუღლეს რას ეტყვი და დედას რას ეტყვი და იმას რას ეტყვი და ამას რას ეტყვი, ხო? და თუ ეს კეთება, ხა საქმე თუ გააფუჭა, დავეწევი და რავი, უჩივლებ და დაიჭერენ. ანუ მაგაზე კი არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია, რომ უბრალოდ ვერ დავლაგდით რა, ანუ იმ სტანდარტზე ვერ მივედით. ანუ ვერ შესრულდა ხელშეკრულება და ვაუქმებთ ხელშეკრულებას რა. ხო და ეხლა მაგალითად თქვენზე რა მითხრეს, იცი? თქვენზე. რომ ეხლა ამ ლექციას რო ვამთავრებ, მე მithხოვთ სამსახურიდან. მართალია? რო აღარ იქნება, ვაი ეხლა გადაგიხდიან 10 საათამდე და ვშო, გიშვებენ სამსახურიდან. მართალია? ხო მართალია. ხო, კი ამ საათამდე გაგვთ გადახდილი. მიშვებთ სამსახურიდან. ო, დრამა რატო არ არის? რა, იმიტომ რომ ყველასთვის გასაგებია რა თამაშს თამაშობ და ასულაც გასაგებია. ჩასულაც მომავალში კიდე ჩამოივლის ეს ჩემი ავტობუსი, თქვენი ავტობუსი, ამე ამოვალ, ამ თქვენ ჩამოხვალთ, რაღაცა იქნება. ოღონდ თავიდანვე ხელმოწერილი გვაქვს ამაზე და ჩვენ იმ გასაჭირის წლებში რაღაცა დრამა შევქმნით, რომ ეს არის ოჯახი, ეს არის არმაზის კერპი, უნდა დაეცე და ისკნა, რა ქვია, მეტანიებით შეხვიდე და იმებით თაფლი წაისვა და შიშველი დაწვედა. არ არის ეგრე რა. მოკლედ ეგრე არ არის. ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის და ეხლანდელებისთვის ახლა მაგდანას ლურჯაკდება ბოლო სერიაში და დანარჩენებისთვის ეგრე არ არის. ხო და დიახ. მაგალითად რომ მოიყვანეთ ბანკში ერთი კვირით რომ მოხსენით ყველანაირი ასე ვთქვათ time limit-ი. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს ეს მოხსნილი? აი კონტროლის მექანიზმი და time limit-ი არაფერს არ შვება, მაგას ვამბობ. ანუ კონტროლის მექანიზმი სულ ჩართული უნდა იყოს. ოღონდ შედეგთან უნდა იყოს კავშირში. ანუ შენი აქ ყოფნა ეხა ის კაპოტის თოჯინა ხო არ არის რომ იქ თუ არის უკვე საქმეს აკეთებს ხო ქორწილებში თოჯინები რო ეშდათ კაპოტს. ანუ ძირითადად ყველა სამსახურში დღეს შესაძლებელია რომ იქ იყო და არაფერს არ აკეთებდა. ანუ თანამედროვე ადამიანს გვეუბნებიან რომ ძინავს, თვალები აქვს ღია და მაუსსაც ამოძრავებს. ხო? და ძინავს საერთოდ არ არის აქ, სხვაგან არის წასული. და ჯენზი კიდე ნიჭიერი ძალიან აქტიურად მუშაობს, ოღონდ სხვის დაკვეთებს აკეთებს შენ ტექნიკაზე, შენ ხელფასზე, შენ სამუშაო დროში და შენ ლაბორატორიაში სხვის რაღაცას ამზადებს. ხო? და ისე მაგრა აკეთებს, რომ აი მე ესე ოფლი მოსდის და აუ შენ ამბობ, რომ ამას ვენაცვალე, რა მაგარი ტიპია და მე ხო და ამიტომ ამბობ, რომ შედეგიანობის საზომებმა უნდა ჩაანაცვლოს პროცესის საზომები რა. ანუ საბოლოო ჯამში რა შედეგი დადგა გვაინტერესებს, ხო? ეხა აქ რომ მოვდიოდი აზროვნების აკადემიამ სკოლა გახსნა სხვათა შორის და პაატა პაპავა არის არაჩვეულებრივი ადამიანი დირექტორი ამ სკოლის და ის გააკეთა პოდკასტი და მწვანე სკოლის სულაკაური იყო სტუმრად და ამბობდა რომ მშობლებს აქვთო წვალების ფეტიში, სწავლის ფეტიში კი არა აქვთ, ესე იგი ის კი არ უნდათ რომ იცოდეს, უნდათ რომ ბავშვმა იწვალოს. და ეხლა რო შეხვალ შენ შულთან და რო სერიალი აქვს ჩართული და თამესიჩ საგზავნის და მე კარგ ნიშნებს იღებს, ეგრევე სკოლას დებენ მიწაში, რომ ერთი ცრემლი არ ჩამოვარდნია ბავშვს და ოფლი და ღამე არ გაუთევია და კაცო რას მიკვეთავ, ღამის თევას მიკვეთავ, ნაღდათ ეგ გინდა?
თუ ცოდნას მიკვეთავ, გამიზომე ეგ ცოდნა და მე მითხარი რომ არ იცის სიტყვაზე. ხო თუ მაგას ზომავ და ეხლა რა ვიცი გმინვა იყოს, ეხლა ესე თან ვიმუშაო და თან ვიტიროთ თუ რა ვქნათ, ხო? ხო და მაგას უწუნებენ ხშირად ჯენზის. ხო? აი მილენიალი მენეჯერები ხთ, თქვენი უმეტესობა მილენიალია, X-ებით ზურევი ვართ აქ-იქ, მაგრამ მილენიალების დრო არის ახლა. მე ვიდა თქვენი დრო ასე ვთქვათ, ხო? ხო და ეს მილენიალი იცი რა შვება? რომ მოვა თანამშრომელი ზეტი, ეუბნება რომ ეხლა მე შენ აგიხსნი ქრისტეშობიდან დღემდე რა ხდებოდა. რომ რაღაცა ჩვენი დამფუძნებლის ბაბუა ომში რო წავიდა, მან დიწყება ამბავი და ის ამბობს რომ მე მოვედი ქსელი უნდა გავიყვანო და თუ შეიძლება გაიწიე, ქსელს გავიყვან და ეს ეუბნება რომ შენ ქსელს ისე ვერ გაიყვან, თუ არ იცი, ესე იგი ბაბუამ როგორ იომა. და მიდის სამსახურიდან ეს ტიპი, ამას რომ ვერ არიან ესენი კაცო, ქსელი უნდა გამეყვანა, მაგარი მექსელე ვარ და მითხრეს რომ არა. შენ უნდა გამეხვრითა და გამეძვირინა კაბელი და მითხრეს რომ არა, ეგრე არ მოსულა, ხო? და ეს არის მილენიალების თვისება, რომ ესე იგი მილენიალი პირველი თანამშრომელი ჩემთან რომ მოვიდა, რო უთხარი რომ აი ჭიქას აგუდგამთ და კამერას აგუდგამთ, რათაო? ხო და მე ვუთხარი რას ნიშნავს რათა კაცო, ესე ვაკეთებთ, ესე არის სტანდარტი და იქნება არასწორია, აბა კარგად ამიხსენითო, ანუ მილენიალს ჭირდება რომ ჩაწუდეს და ქრისტეშობიდან ისლა მას ჭირდება. ჯერ ვიფიქრე რომ დავიღუპეთ, იმიტომ რომ თითო დავალება ორ-ორი თვე უნდა ვაძლიო, ესე მეკონა. მე აღმოჩნდა რომ არ არის ეგრე, რომ ერთხელ თუ ჩაკლიკა და მიხვდა პრინციპს, მე დავალებაც არ უნდა, სულ სწორ გზას ადგას, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი თანამშრომელია, სანამ მოსახვევი არ დადგება. მე ისევ ჭედავს. მოსახვევში ისევ ჭედავს, ხო? და ეხლა ამ ხალხს მოუვიდა ზეტები და ესე უბნება რომ ეხლა მისმინე და ჯექი 1-3 კვირა დაგჭირდება რომ მე აგიხსნა ჭიქას აქ რატოვდებთ და ისე უბნება რომ ჯვარი დამიშვი და იქ დავდებ ჭიქას. და ესე უბნება რომ არა, ჯვარს არ დაგისვამ, მაგრამ მოგიყვები ბაბუა ჩემმა როგორი ომა. და რა მიდის სამსახური. 1 კვირის თავზე კვლევაა ხალხო რომ ჯენზი თანამშრომელს 1 კვირის თავზე ნახევარზე მეც გადაწყვეტილი აქვს წასვლა. 1 კვირის თავზე როგორ გადაწყვიტა, როგორ დაჭრელად, იმიტომ რომ მე 1 კვირა ისმენს ბაბუაშენის ისტორიებს. თუ ბაბუაჩემის რა მნიშვნელობა, რაღაცებს, რაც საქმეს არ ეხება. ხო და იმ დამფუძნებლების ოჯახის და რა ვიცი, მოდგმის და ისიც გინდა. რა პრობლემა ნებისმიერ კომპანიაში, აბსოლუტურად ნებისმიერ კომპანიაში, ან თავისი უფროსის ჩემმა მეგობარმა დამიძახა რაღაც ტექნოლოგიურ სფეროში იყო კომპანია და პატარა კრიზისი ჰქონდა, რაღაც აჯანყება მზადდებოდა, რაღაცა დაძაბულობა და მე ხა ცოტა ესეთი ისავარ, ასე ვთქვათ და დამიძახა დიდი ხნის წინ ხდება და გავესაუბრე მის თანამშრომლებს. რა ეშინოდა რომ ბევრი ხალხი ერთად წავიდოდა და საქმე გაფუჭდებოდა. და რაღაცა ბევრი საინტერესო გავიგე, მაგრამ ერთ-ერთმა გოგომ მითხრა ეს ბაბუაშენის ისტორიები საიდან მოვიტანე, რომ ერთმა გოგომ მითხრა ის არ დამავიწყდება, რომ კიდე ერთხელ რომ მომიყვესო ბაბუამისი ომში, როგორ წავიდაო, ფანჯარას გავაღებ და გადავხტები. ხო და მე ვუთხარი რომ ხატოვნა ფიგურალურად ამბობ მეთქი და არაო, რა ფიგურალურად ამბობ, ყოველ დღე მიყვებაო ბაბუამისის ამბებსო და ლამის არის გავგიჟდეოდა. ვერ დავიჯერე ეს და მივედი ეს ჩემი მეგობარია ის კაცი და მე ვთქვი მართლა ბაბუაშენის ამბებს უყვები მეთქი და კიო ხო და რატო უყვები მეთქი და აბაო შენიშვნას ისე ხო არ მივცემო შორიდან ვიწყებ და ესე იგი ბაბუამისი რო ბრუნდება ფრონტიდან ასე ისწავლა რომ დოკუმენტში შეცდომები არ უნდა დაუშვას აი ამას აპირებს და გაგიჟდა ეს ტიპი თქვა რომ გეხვეწებით ჯვარი დასვით ესე იგი სადაც შეცდომაა და გავასწორებ და ანუ მომიყვებით ბაბუა თქვენის ისტორიებს ხო არა ეგ ძალიან მილენიალური ხა ეს რადიკალურია მაგრამ ძალიან მილენიალური ამბავია რა და სერიოზული გეპები არის მილენიალებსა და ზეტებს შორის დიახ გეპები ნაპრალები გასაშვებებთან დაკავშირებით მაქვს ერთი კითხვა გასაშვების კულტურულად დაშვება და სახის შენარჩუნება იმ ერთ ადამიანზე გასაგებია მაგრამ აი კოლეგებთან ვინც რჩებიან ამ ადამიანების мотиваციაზე რა უნდა გავაკეთოთ რომ აი რაღაცა არასამართლიანობის შეგიძლია მაგარია მოკლედ გასაშვების გაშვებაში
მთელი ვიტამინები იმაშია, ვინც რჩება და ამ სცენას უყურებს. მოკლედ, ჩათვალე, რომ შენი პერფორმანსი, როცა გაშაშვებს უშვებ, არის 100 დარჩენილი ან 1000 დარჩენილი თანამშრომლის განხილვის საგანი კურილკებში, ოთახებში, სახლებში, მანქანებში და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ, ესე იგი, თუ ურთიერთობის გაფუჭებამდე მივიდა საქმე და ტოქსიკურ გარჩევებამდე და ჩავიცუცქეთ და ვიბაზრეთ და რაღაცები, ეგ უკვე მაგარი დაგვიანებული ამბავია რა, არ უნდა ათრიოს მაგას ვამბობ, რომ მანამ უნდა გაუშვა, ეხლა 94 ადამიანი გაუშვი 2 თვის წინ და გამოიყურებოდა ესე იგი ჩვენი შეხვედრა. ეხლა ეს ძალიან ახლავა და ძალიან გავს სხვა შეხვედრებს, ეხლა თავიდანვე ესე ჭკვიანი არ ვიყავი, მაგრამ გზადაგზა მოვჭკვიანდი. მოკლედ უთხარი ამ ადამიანს, რომ მოკლედ ესე იგი ყოველკვირეული ფიდბექი მაქვს ყველასთან, ვისაც ვემუშავები. განსაკუთრებით სტარს შეიძლება გაუცდინო, ასე ვთქვათ, ძალიან თუ გამიჭირდა, მაგრამ საშუალო შედეგიანობის ადამიანს და ქვედა მხარეს არ გაუცდენ, არ არსებობს. ხო? ეხლა ამ ადამიანს ვეუბნები, რომ 52 კვირის ნახევარი არის 26 კვირა, ნახევარი წელი. ვეუბნები, რომ 26 კვირის წინ ხო ვილაპარაკეთ, 25 კვირის წინაც ხო ვილაპარაკეთ, 24 კვირის წინაც ხო ვილაპარაკეთ, 23 კვირის წინ ხო ტრეინინგზე გაწახვედი, 22 კვირის წინ ხო ვილაპარაკეთ, 21 კვირის წინ ხო ვილაპარაკეთ და მოკლედ ეს ადამიანი ამბობს, რომ მოკლედ ხო არ, მეც ვფიქრობ, რომ არ გამოდის რა და მე მგონი, რომ გაშორებისკენ უნდა წავიდეთ. ანუ შესაძლებელია, რომ ადამიანი ხედავდეს, რომ შენ მართლა შეეცადე და მართლა მაქსიმალურად დაიხარჯე, ამ 26 25-24 კვირას მე ვაზიარებ, მოფარებულში არ არის ეს ამბავი, მაგალითად იმის გვერდზე რომ სტარი თანამშრომელი ზის, იმას ვეუბნები რომ თქვენს დამეხმარეთ, ხალხო ეს ადამიანი უნდა ამოვკაჩოთ. მე იქით კარისკენ წაყვანა კი არ მინდა, ამ ადამიანის სტარებისკენ წამოყვანა მინდა. თქვენ გარეშე ვერ ვაკეთებ. ანუ ამათაც ნანახი აქვს, რომ ამათაც არ უჯერებს, ამათაც ეურჩება, ხო? ამათ უნდათ რომ კარგად გამოვიდეს ეს ყველაფერი, ხო? და საბოლოო ჯამში, რომ მოახლოვდა და ცოტა რამდენიმე კვირა რომ დარჩა, შევკრიბეს სტარები, მის გარშემო, ანუ opinion ლიდერები, ვინც არიან და ავტორიტეტები და უთხარი, რომ თქვენ რას იზამთით ჩემ ადგილას. მეუბნება ეს ხალხი, რომ მოკლედ უნდა წავიდეს. ოღონდ იქნებ აი ესე გავაკეთოთ, რომ თვითონ მოკლედ ჩვენ დაველაპარაკებით და მოკლედ ის თვითონ წავა. მაგალითად, ხო? კი ბატონო. ან რა ვიცი, ის რომ იტყვის რომ წავა, შენ უნდა ჩამოიხო კოლოყები, ესე იგი ხა სიყალბის ძალიან წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ის არის. ან ყველამ დაინახოს, რომ ამას შენ რეკომენდაცია გაუწიე შემდეგ დამსაქმებელთან. მოკლედ ეს ხალხი ბრძენია და ხალხმა იცის როგორ უნდა ჩატარდეს ოპერაცია იმისთვის, რომ ზარალი იყოს მინიმალური რა. ოღონდ თუ იმდენი ტარდება ეს ოპერაცია, ესე იგი შემოსასვლელი კარი მაქვს მოთხლეშილი რა, ხო? ანუ თუ მოდი წადი არის, მაშინ ფუნდამენტური პრობლემა მაქვს და მაგას ვერცერთი კოლექტივი ვერ გაუძლებს, რომ სულ ყველა მიდის და სულ ახალი მოდის და მიდის და მოდის და მიდის და მოდის, მაგრამ არავინ თუ არ მიდის, ეგეც პრობლემის ნიშანია ჩემთვის, იმიტომ რომ არ არსებობს კაცო, როგორ რანაირად არის, ყველა როგორ გასტარდა და მაშინ თამასა გვაქვს დაბალი და მაშინ კონკურენტი შეგვჭამს. ხო, ანუ სტარობა თუ ჩვენთან ეწოდება აი ესეთ მომსახურებას, მაშინ კონკურენტი შეგვჭამს და ფინანსურად ვეღარ გავკაჩავთ ამის იმას რა. ხო და ამიტომ მაგის თქმა მინდა და თქვენი შეკითხვის კონტექსტი ესე გავიგე და მოკლედ ეგრე ვთვლი, ერთ-ერთი ყველაზე მაგაზე მნიშვნელოვანი ერთადერთი სამუშაო აქვს მენეჯერს არის ახლის აყვანა. მოკლედ პირველ ადგილზე არის ახლის აყვანა და თავი უნდა მოიკლა, რომ არასწორი ტიპი არ შემოუშვა. кейსი წავიკითხე ერთხელ ერთ-ერთ HR წიგნში, რომ ტიპი ეძებს მოკლედ 4 კაციან გუნდში ერთი აკლია და 3-ს უწევს 4 კაცის საქმის კეთება და ბოლი აზდით. ახლა ეს ძალიან ის არის რა, რთული საქმეა და ბოლი აზდით და გასაუბრებები ვერ აიყვანა და ეს სამეული ვინც ხავს გაუჭედეს რა და უთხრეს რას გვიშვები კაცო, რით ვეღარ აიყვანე, ეს მეოთხე დავიხოცეთ. ესე იგი ხალხი 4 კაცის საქმის კეთებით. და რას ეუბნება, იცი? ეუბნება, რომ ხალხო თქვენი საკადრისი ვერ ვიპოვე და არა საკადრისი მოვიყვანო. და ტიპები ეუბნებიან, რომ მიხედე საქმეს, ჩვენ კიდე გავკაჩავთ, ოღონდ ჩვენი მოსაწონი მოიყვანე, რომელიც აი ამ სამში, და გამარჯობა შენი, შეხედე როგორი ამბავია, რომ ძალიან ხშირად ჩვენ იცი რატო ვიყვანთ,
ხედავთ რომ ის არ არის ამათი საკადრისი, მაგრამ საკადრისი ვერ ვიპოვეთ, მეტი დრო გჭირდება, გვიჭირს, გაზრდა გვინდა, ბიზნესი გვინდა, ის გვინდა და ჩვენ თუ აფუჭებთ შემოსასვლელ კარში. და შემოსასვლელ კარში თუ ადეკვატურად არ მოიქცევი და გასასვლელ კარში თუ ადეკვატურად არ მოიქცევი, ახლა შუაში აღარ აყვება ხალხი. რა leadership is by permission ამბობენ რომ ფაქტიურად არჩევნებია ყოველ დღე. შენ თუ ლიდერი ხარ, შენ გირჩევენ ლიდერად, ანუ მენეჯერად გნიშნავენ, მაგრამ ლიდერად გირჩევენ. და იცი რისთვის გირჩევენ, რომ ადამიანი ამბობს, რომ ერთ დღეს მეც ხო ვიქნები გასაშვები. ყველა ვიქნებთ ერთ დღეს გასაშვები. ხო, იმიტომ რომ ჩვენი გაჩერება იქნება, ხო? როცა იქნება. ხო და აბა ნახოთ ერთ ჩემი უფროსი რას მიპირებს მე მომავალში. ხო და გამარჯობა შენ და თუ გიპირებს რომ ღირსეულად ადამიანურად მოგექცეს და საკითხს დაარქვას რომ ვერ შევთანხმდით რა კონტრაქტს ვერ ვასრულებთ ორივე მხარე მე ისე ვერ ყვები ზედ როგორც გეკადრება და შენ ისე ვერ მყვები ზედ როგორც მეკადრება რავი ეგ ოკეია რა და ორგანიზაციებს გამოგონილი აქვს ტაში ტუშები და საათების ჩუქებები და ტორტის დაკვლები და რაღაცები რომ ეს აი ოპტიკა შექმნან ასე ვთქვათ ღირსების შენარჩუნების იმიტომ რომ ადამიანებს ღირსების შენარჩუნება უნდათ, რავი, აი ბონუსებს აძლევენ მაგალითად ადამიანებს და რაღაცა სიგელებს და მადლობის წერილებს და რაღაცებს და შემდეგ სამსახურში ყველა ჩემმა თანამშრომელმა ნახა ამ ჩემ 94 ადამიანს მე პირადად როგორ ვურეკავდი, ესე იგი არ ვიცი, აი ჩემი ოჯახის წევრზე არ შემიწუხებია ისეთ ხალხს დაურეკე მაგის სამსახურზე. ხო, იმიტომ რომ იმსახურებდა მაგარი ტიპი იყო, სხვა ტიპის, სხვა წყობის მაგარი ტიპი იყო, ჩვენი წყობის მაგარი ტიპი არ იყო. ხო? და რა ვიცი და დღესაც ის ადამიანი იმას დღესასწაულს არ აცდენს, არც კომპანიაში და არც პირადად რო არის, მაგასაც ხედავენ. და ეგ არის ძალიან კარგი სანახაობა, თუ იმას არაფერი არ გაუფუჭებია, ის არის ღირსეული ადამიანი და იმსახურებს ღირსეულ მოპყრობას. სანამ ჩვენ კომპანიაში არ მუშაობს, მანამდე ღირსეულ ვარ, ჩვენთან რომ მუშაობს ღირსეულ მოპყრობას და რომ აღარ მუშაობს, მაშინაც ღირსეულ მოპყრობას ეგრეა და მაგას გააკეთებ თუ არ გააბანძებ და არ ათრევ. დროზე უნდა გაუშვა. აი სპორტიდან წავლა მაგარ ფორმაში ჩემპიონატს რო იგებს ტიპი და მიდის სპორტიდან. არ შეუულია რომ გაათრიოს და ბოლო ადგილზე გასული გავიდეს სპორტიდან შეუულია, მაგრამ ძალიან ცუდი რამე იქნება და ხშირად ჩვენ მაგას ვაკეთებთ, რომ გვეცოდება, ქვია, ამიტომ მიყავს იქამდე რომ ყველა მიცის რომ ეს ოროსანია რა. და უკვე ჰაერში ტრიალებს ისა სუნი ოროსნობის და კურილკა კიდე ესე იგი smoking room, ხო? და კურილკას ვიყენებ სპეციალურად რომ რუსიზმის ის მოყვეს ბორდრუმზე უფრო ძლიერია. მოკლედ, ჩვენ თუ კურილკაში გაგამტყუნეს შენმა სტარებმა, დამთავრებულია შენი ამბავი. შენ თუ გამტყუნდი კურილკაში შენმა სტარებმა თუ გაგამტყუნეს, ესეთ ფრაზა ამოვიწერე, რომ კომპანიის კულტურა საუზმობსო ყოველდილით კომპანიის სტრატეგიითო. ანუ საუზმობს ნიშნავს ერევა ჩვენ ენაზე რა. ანუ რა გინდა სტრატეგია წერე და იკითხე. კულტურა კიდე იცისა ცხოვრობს, სტრატეგია ბორდრუმში ცხოვრობს და კურილკაში ცხოვრობს კულტურა. ხო? ესე იგი 14 წლის ვიყავი კომაროვში რომ გადავედი პირველი ექსპერიმენტულიდან. და 14 წლის ბიჭებს აინტერესებთ გოგოები. და მეც მაინტერესებდა გოგოები და მრგვალბაღთან ცხოვრობდი. და მრგვალბაღელ გოგოებს აინტერესებდათ სამი კატეგორია: ძველი ბიჭი, სპორტსმენი და მაღალი და ქერა და ვიღაცის შვილი. და ვერც ერთში ვერ ვეტეოდი. და ვიღაცის შვილი რო გახდე ტექნიკურად შეუძლებელია, მაღალი და ქერა რო გახდე ტექნიკურად შეუძლებელია, ერთი ოფშენი დარჩა რომ ძველი ბიჭი შეიძლება რო გახდე. ხო? და იმეში ისტორია ეს შემონახული აქვს, ესე იგი რაღაცა ეპიზოდები ჩემი ვისთან მეგობრობდი და იქ უბანში გასვლა გამოსვლების და ამბების, ხო? ხო და გადავედი კომაროვში და რა აღმოვაჩინე, იცი რომ გოგოებს მოსწონთ ოლიმპიადის გამარჯვებულები. და მე აღმოვაჩინე რომ რგვალბაღელ გოგოებს მოსწონთ კომაროველი ოლიმპიადის გამარჯვებულები, იმიტომ რომ ამბობენ რომ ვიღაცის შვილი კი არ არის, ეგ არის ვიღაცა თვითონ. მომავალში და გამარჯობა შენი, ესე იგი ჩემი ბუნებრივი მოტივი რომ გოგოებს მოვწონებოდი, გადავიდა სწავლაში.
იმიდან, ხო? და კულტურა ეგრე ოპერირებს რა. ვეკითხები კომპანიებს, ვისთანაც მუშაობ, თქვენთან კურილკაში რო შევიდე, გულდაწყვეტილია ესეთი იმით, რა ვაფშე აღარ გავაკეთებ არაფერს რა და წერონ და იკითხო, რაც გინდა ისქნან. აი ესე. რას მეტყვიან? თქვენ კურილკაში რას მეტყვიან? არსებობს ორნაირი კომპანიები. ერთი არის რომ აკყვება და აყებდება მთელი კურილკა და იტყვის რომ მაგათ დედაცვათირე ჩვენც, ესე იგი და აატყდება ამბავი. და არის მეორე ისა რომ ვიღაცა მოგიბრუნდება გეტყვის რომ შენ ახლა გადაიღალე და ნერვები გაქვს მოშლილი და დაისვენი მოკლედ და მერე ვილაპარაკო დალაგდება ყველაფერი აქ ლაგდება ყველაფერი ხო და აი გამარჯობა კულტურა არის რომ ყველაფერი კარგად იქნება ჯანსაღ კომპანიაში და ეს არ გაშვებული ისინი რა ქვია ინტრიგანები და კურილკის ლომები ესე იგი ბობოქრობენ არაჯანსაღ კომპანიაში და შენ თუ შენ მენეჯერულ მოვალეობას გაშვების ნაწილში მოუსუსტებ ან აყვანის ნაწილში მოუსუსტებ გაიშვება კურილკა იმით და კულტურა მოკლედ ის კულტურა დაამარცხებს და ძალიან მაგარი კომპანიები დაამარცხა და მოინელა მიუხედავმა კურილკამ ასე ვთქვათ რა საინტერესოა რა ვიგეთ საინტერესოა კი ბატონო აგრეა დიახ პიროვნება არის ძალიან კარგი პროფესიონალია საკუთარ საქმეში მაგრამ არის მორწ საკუთარი აზრის დაფიქსირება უჭირს აი ყველაფერი სადა ეს არქიტექტურა გამოიყენა სადა მაგრამ არაფერი არ გამოდის ვერ აფიქსირებს საკუთარ აზრს აი ესეთი პიროვნება და რეალიტეტს ხო მოკლედ ერთი რომ ესე იგი უცნაურია მაგრამ ამის წინ სტუდენტებს ხვდებოდი ალტეს უნივერსიტეტში და ესე იგი გავაზიარე ეს ამბავი რომ მე რო ვიყავი 14 წლის აი კომაროვში რო გადავედი ჩემი სიცოცხლე რო ყოფილიყო დამოკიდებული იმაზე რომ ვინმესთვის რამე მეკითხა მე მოვკვდებოდი იმიტომ რომ ვერავის აი პირი რო გამეღო და მელაპარაკა ეს ჩემ შესაძლებლობებს ცდებოდა ამოცანებს კარგად ხსნიდი რაღაცებს ვაკეთებდი მაგრამ ისეთი მორცხვი ვიყავი რომ მეტი საშველი არ არის ასე და საშველი არ იყო რა და რა ვიცი ეს მორცხოვა მაგალითად რომ უზრდელობა იკითხებოდა ხანდახან იმიტომ რომ სტუმრები მოვიდოდნენ და აიმე რა საყვარელი ბავშვია და რაღაცა და მე მკაცრი სახით ესე იგი აი როგორც ინტროვერტებს ეკადრებათ აი ესე ხმას არ გავცემდი საკოცნელად წევდა და ესეთ რაღაცას ვაკეთებდი რომ მანდ გაჩერდი და მოკლედ მძიმედ იყო საქმე. და რა დღეში ვარ ხო ხედავთ ასე ვთქვათ რა ეხა გამოდგმული ვარ იმაზე სცენაზე ხო? ინტროვერტები არ იკურნებიან, ანუ ისევ ინტროვერტი ვარ და ეხლა ძალიან დავიღლები და უნდა წავიდე და დავისვენო და ესეთი ლაიფსტაილი რომ აქვს, ამიტომ აქ 3 საათიანი სააუზო შესვენება ყოველდღე და მარტო წყალქვეშ, ესე იგი ვატარებ 3 საათს, რომ ეს ჯადო გამოვიდეს, რომ მე ენერგიბატარეა დაიტენოს და ისევ გამოვიდგა სცენაზე თავი. YouTube ძალიან კარგია მაგისთვის, იმიტომ რომ ბნელ ოთახში ზიხარ მარტო და ხალხს ელაპარაკები და კარგია. ამიტომ ორი გზა არის ფუნდამენტურად. ერთი ყოველდღე მუშაობა, ოღონდ დიდი ხნის განმავლობაში, აი როგორც, რავი, კუნთების დაყენება, აი სერიოზული კუნთების დაყენებას რამდენი დროც უნდა, იმდენი დრო უნდა ინტროვერტის აი ამ საკომუნიკაციო კუნა, ანუ წლები. ოღონდ ყოველდღე თუ კვირაში 3-ჯერ თუ რაღაცა ვარჯიში და ის რომ შენ მოფარებულში ვარჯიშებ და მე გამოხვალ გარეთ ეგრე არ არის. ჩემი პარტნიორის ბავშვს არ უნდა და ბაღში წასვლა და ესენი ეუბნებოდნენ რომ უნდა წახვიდეო, ტირო და თავში კლავ და უნდა შეეჩვიო და ბავშვი ამბობდა რომ ჯერ შევეჩვევი და მე წამიყვანეთო. ხო? ეს არის ყველა ინტროვერტის ოცნება რომ ჯერ მოვიხოდები და მე გამდგით. ხო და ბოდიში ესე იგი იქ უნდა გადგმულზე უნდა შეეჩვიო, შემოდგმულზე ვერ შეეჩვევი, ხო? ამიტომ ძალიან მტკივნეული იქნება მაგ ადამიანისთვის, ძალიან რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელი იქნება, რა და ის რომ ეცადა ყველაფერი და ვერ გააკეთა, ამასაც არ გამოვრიცხავ, ხა ერთ ადამიანს გამოვა, მეორეს არ გამოვა. მეორე გზა არის რომ მოკლედ არსებობს ეგეთი პროფესიები, არსებობს ეგეთი როლები, არსებობს ეგეთი ცხოვრება და ლაიფსტაილი, რომელშიც ესე იგი შენ ძალიან მინიმალურად მოგიწევს ასე ვთქვათ ხალხთან ურთიერთობა და მით უმეტეს ვთქვათ საჯარო სეტინგში და აი ონლაინ ჩართვა, დისტანციური მუშაობა, რაღაცა
YouTube-ი თუნდაც ხო შეიძლება იდეები გაწუხებს და გინდა რომ ხალხს ელაპარაკო, მაგრამ რო წარმოიდგენ რომ ამ სკამზე დაждები, შეიძლება გული გაგისკდეს, ხო? ესე იქ კამერასთან და შენ და კამერა უნდა იყოთ და ეს ხალხი მოგისმენს სახლიდან რა. ანუ დღეს იმდენი შესაძლებლობა არის. რავი, წიგნი დაწერე, წიგნის წერა ძალიან solitude სამუშაოა და შეიძლება რავი თაობებს დაეხმარო იმ შენ დაწერილი წიგნით და მოკლედ ბევრი მეთოდია რომ თან მისია განახორციელო და არ არის აუცილებელი რომ ყველა ეს ჯერ ერთი რომ გაექსტრავერტება მითია, არ არსებობს გაექსტრავერტება, არსებობს რომ იტან. ანუ ამტანობის გაზრდა არსებობს და მაგ ადამიანს ამტანობაა გასაზრდელი და არ ეშველაო რომ ამბობ, შეიძლება რას ამბობს იცი, გამოვიდა გარეთ, აუ არა ისევ ექსტრავერტი ვარ, ესე იგი ისევ ინტროვერტი ვარ, ესე იგი არ მეშველა. ეგ ტესტი არ არის. გამოვიდი გარეთ, მოვკოდი თუ ცოცხალი ვარ, ეგ არის ტესტი. უი, ცოცხალი ვარ, მოდი კიდე 15 წუთი გარეთ ვიქნები. აი, და როგორც ვარჯიში ნელ-ნელა უმატებ, ჯერ პირველ გამოსვლაზე 1 საათს გავუძლებ, მეორე გამოსვლაზე და ნელ-ნელა მე გამოიდგამ შენ თავს. თუ შენ ბუნების საპირისპირო რაღაცას აკეთებ, მოკლედ ბატარეა გეცლება და მაშინ იმაზე უნდა იზრუნო, რომ სად დაგეტენება ეს ბატარეა, ხო? ანუ ეს ჩემი მარტო ყოფნები, აი დილას ძალიან ადრე ვიწყებ, 5 საათზე ვიწყებ, მაგისთვის რომ მარტო ვიყო რა, მოკლედ მარტო მინდა რომ ვიყო. ესე იგი და დღისით 3 საათი ვარ მარტო და დილით 1-3 საათი ვარ მარტო და დღეში 6 საათი მარტო ყოფნა, რა ბევრია და ყოფნის და მე ყველაფერი შემილია, ასე ვთქვათ რა, ანუ ვიტან, მაგრამ ძალიან რო გადაეწყობა აი არის ეგეთი ისა, მე მაინც უკვე ძალიან მიჭირს რა და კიდევ უფრო მეტი ისჭირდება მკურნალობა. ჩვეულებრივ აღდგენის ამბავია. ინტროვერტი ეგრე აღდგება და ექსტრავერტი ისე აღდგება პირიქით. ექსტრავერტს რეპორტებს რო გააკეთებინებენ კომპიუტერთან ჯდომა რომ მოუწევს, შეიძლება მოკვდეს. მაგისგან შეიძლება მოკვდეს, ხო და ანუ მოკლედ მე მგონია რომ ყოველდღე ვარჯიში ყველაფერს შველის. და სწორად დასმული ამბობენ. რა. ექსტროვერტი რო ხარ და კომპიუტერთან რო გიწევს ჯდომა და აი მაგას როგორ უნდა ვებრძოლო? ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ ესე იგი ფეხით დაბმული არ ყავხართ იქ სადაც გიწევს ჯდომა. კი არ გიწევს, შენ გადაწყვიტე. და თუ ვფიქრობ რომ არ გადაწყვიტე, რას ვიზამ იცი? ამ საღამოს დაგითხოვ სამსახურიდან thought experiment და ხვალდილას გამოვაცხადებ ვაკანსია, სადაც ეწერება რომ მარტო იჯდები სანამ კომპიუტერთან X საათი კვირა შემოგააქვს. ესე იგი ხელსაწერ. არ შემოგააქვს, ესე იგი ხელი გაქვს მოწერილი რა, ჩვეულებრივ, ხო? და აპრავებ რომ ვითომ არა გაქვს ხელი მოწერილი და რა ნახე საბუთი და შენი ხელმოწერაა ზედ. თუ შემოიტან ხო? და ხანდახან ეს გადი შემოდი და თავიდან დავიწყო წუწულსაც შველის და ამბობს ადამიანი რომ ისე მართალი. ეხა ჩემ მრევლს ასე ვთქვათ მეგობრებს, თანამშრომლებს და იმებს, ყველას ეს midlife-ი მოუწიათ მეტნაკლებად, ხო? მაგასაკის ხალხია. ყველაზე სანუგეშოს, რასაც ვეუბნები ხალხს, ესე იგი რომ მომიყვებიან რაღაცეებს, ჯადოებს, რას ფიქრობ სანდრო რომ გითხავენ, მე ვეუბნები რომ რაც არის ეგ არის. მე მგონი ეგ არის. და როგორ არ უნდა გამამხნეო, არ უნდა ისა? მე მგონი ეგ არის. მართალი ხარ მე მგონი. ხო? და ეს ჭირდება ადამიანს, რომ ჩაიხედო სარკეში და თქვას, რომ ეს ჩემია, კაცო, ეს ნაოჭებიც ჩემია, ისიც ჩემია, ეს ამაზეც მე მოვაწერე ხელი, ამ ურთიერთობაზეც ამაზეც, ხო და მე მგონი ეგ არის. ხო და შეიძლება მოგეჩვენოს რომ გული გაგისკდება და ფანჯრიდან გადახტომა მოგინდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ამბობენ რომ რა ვიცი, ხო, აგაში ნაღმერთი ეგ ყოფილა, 10 თulis წერტილი ეგ ყოფილა და მაქედან დავიწყე. მე მომიწერია ხელი. ხო და რავი, თუ შენ მოგიწერია ხელი, შენ შეგიძლია რომ გააწერო ის, რასაც მოვაწერე. შენ ხელში ყოფილა. და ის რომ ჩემზე არ არის დამოკიდებული, არა ჩვენთან სულ სხვანაირად იქ რაღაცეები, ჟღალიბას. მიგრე. შეიძლება გეჩვენებოდეს რომ სწორად იყო ხარ, მაგრამ არ იყო. იცი რა, მუდმივი ტესტი, მოკლედ აი მაგაზე მე ძალიან მომწონს ესეთი ისა რა. Zero Based Thinking მაგაზე ვიდეოც გვაქვს YouTube არხსერო. მოკლედ აქ რო არ ვმუშაობდი, აქ თუ დავიწყებდი. ამასთან რო არ მეგობრობდი, ეხლა თუ დაუმეგობრდებდი. ამ საქმეს რო არ ვაკეთებდი, აი ვაკანსიას გადი შემოდიც ხო იგივეა, რომ აქ რო არ ვმუშაობდი, ამ საქმეზე ხელს, ოღონდ ვიცი რაც არის. ხო?
და ნუ მე ამასთან რო არ მეგობრდებდი, ამასთან დავმეგობრდებოდი თუ არა და რავი, იქამდეც მიდის საქმე, რომ თვალებს რო გაახელო, გვერდზე გაიხედეო, ესე იგი და ვისაც დაინახავ, დაფიქრდიო ესე იგი, რომ ეხლა რო წყდებოდეს ეს საკითხი, ამას დავინახავდი თუ არა ჩემ გვერდით, ხო? ანუ ეხლა ეს შორს მიდის. ხო და მე მგონია, რომ სამსახურთან დაკავშირებით ერთ დღესაც შესulis წინ შენ რო ყოველ დღე დაუსვა შენ საკითხს, რომ დღეს რო პირველი დღე იყოს, ოღონ ვიცნობ ამათ რაც არიან, თავის ყველაფრიანად. დავიწყებდი აქ მუშაობას თუ არა. და ერთ-ერთ დღეს თუ პასუხი იქნება, რომ არ დავიწყებდი, ან რაღაცეებია შესაძლებელი იქ შიგნით შესაძლებელი ხარ და ხმა გაქვს ამოსაღები, ან მოკლედ შენ შეკაზმულ ცხენს უნდა შეუმოწმო შეკაზმულობა და დაიწყო გამზადება აჩუ იმისთვის, რა ქვია, აჩუსთვის. და ეგ ტესტირება, აი მე ჩემ კომპანიაში მუშაობ, ჩემ დაფუძნებულ კომპანიაში და ყოველ დილს მართლა გეუბნებით, რომ მივდივარ, ვამბობ, რომ მინდა ეხლა ამ კომპანიაში არჩევანი მაქვს და ჩავთვალოთ, რომ მაქვს არჩევანი ამ კომპანიაში წავალ თუ სხვა კომპანიაში წავალ. ხო? ჩემივეში, სხვისივეში რა მნიშვნელობა აქვს? ან არსად არ წავალ დივანს წამოვწვევი? და რავი, სანამ პასუხი იქნება, რომ ალბათ აქ წავალ და ხანდახან არის, რომ აღარ მინდა, ჩემ საკუთარ კომპანიაში აღარ მინდა, ხვდები, რომ რაღაც შესაძლებელია. ან ჩემ ცხოვრებაში რაღაც შესაძლებელია, ეს დოზირება შემეცვალა, მეტი დასვენება მჭირდება რაღაცა და ან იქ არის რაღაცა შესაძლებელი. ხო? და ვერ იქნები, ანუ ეგეთი ავტობუსი არ არსებობს, მოკლედ, სადაც საიდანაც უნდა გამოგასვენონ. ხო? ხო და ვეკითხები, კაცო, ახალგაზრდა ხალხი მელაპარაკება, ისეთი თქოს და ვეუბნები, რომ მაკედა უნდა გამოგასვენონ, ეს გეგმა გაქვს და კიდევ რამდენი წელი უნდა იმუშაო, 20? და ესე იგი 20 და 40? ესე იგი 40 წელი მანდღარ და მე მაგ დარბაზიდან უნდა გამოგასვენონ და რატო ქევშები, რატო გეგმავ ასეთ რამეს? აი იქ-თაობა მაგითი ამაყობს, რომ ამდენი წელია. იცი რა, X-მდე იყო ეს ამაყობა, ანუ უფრო ბეიბი ბუმერებს აბრალებენ 15-20 წელი და ასე შემდეგ, X-თაობას 5-7 წლის მერე ერთ თანამდებობაზე დისკომფორტები ეწყება და წრიალს იწყებს და ან კურილკაში გადაინაცვლებს და კურილკის ლომი გახდება, ან და დაწინაურდეს, ან ჰორიზონტალურად გადაინაცვლოს, რაღაც მოძრაობა ჭირდება X-თაობას. X არის 64-დან 80-ის ჩათვლით, ასე ვთქვათ, ეგ არის X-თაობის საზღვრები და მაინც ადეგრე 15 და 20 წელი ვერ არიან. 5-7 წელიწადში ერთხელ გადაბრუნება, გადმობრუნება მწვადივით, ესე იგი რაღაცა ჭირდება რა და მილენიალებს 2-3 წელიწადში ერთხელ ჭირდებათ გადაბრუნება, გადმობრუნება და ჯენზის 12-18 თვეში ერთხელ ჭირდება გადაბრუნება, გადმობრუნება. აუ 6 თვის დაწყებული ჯენზი ამბობს, რომ უკვე 6 თვე აქავარ. და 6 თვის დაწყებული მილენიალი ამბობს, რომ ჯერ 6 თვე აქავარ. ჯერ ახლა მოვედი. და ის ამბობს, რომ აღარ გათავდა ესე. კი ისევ თქვენ ახართ. ისე იგინივე.